მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი და ასტროფსიქოლოგი ალექსანდრე ჯორჯიკია. დიდი მადლობა ალექსანდრე სტუმრობისთვის და დავიწყოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, კი არა და მასმეძლობისთვის. ყველაფრისთვის. მოდი დავიწყოთ იმ თემებით, რომელიც მაინტერესებს ხოლმე და დარწმუნებული ჩემს მაყურებელსაც აინტერესებს და არის ერთის მხრივ რაღაცნაირად არა ბანალური. თითქოს აი რას გულისხმობ პირდაპირ კითხვას და რა არის ფიქრი? ახლა შეიძლება ვიღაცა რაღაცა ფილოსოფია მოაყოლოს ამ კითხვას, რა არის ფიქრი და ფიქრია ეს და ფიქრია ეს. ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა არის არა ფილოსოფიური, არა რაღაცა ლირიული და პოეტურ პასუხს არ ველოდები, არამედ მართლა აი რეალურად საიდან ჩდება ჩვენი ფიქრი, რომელიც შეიძლება მე ხშირად გვაწვალებდეს და გაფუჭებული ფირფიტასავით ტრიალებდეს გონებაში და ძალიან დიდ ენერგიას გვაცვლიდეს. ძალიან კარგი კითხვაა, დასაწყება და ისედაც ძალიან ღრმა კითხვაა და ძალიან სწორად არის დასმული. განსაკუთრებით ის მონაკვეთი, რომ აი საიდან ჩდება, აი ეს არის სწორი. ფიქრები ჩდება და ეს არ ჩდება ჩვენ თავში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი რას ნიშნავს ეგ გავიგოთ, რას ნიშნავს ჩვენ თავში, აბა ვის თავში ჩდება. ხო, არა, ეს რთულად არ არის საქმე, უფრო მარტივად არის რა. ჩვენ ტვინს, აი ბიოლოგიურად რა ვიღოთ, ტვინს არ აქვს საშუალება, რომ იფიქროს, ანუ ფიქრი ტვინი არ არის ორგანო, რომელსაც შეუძლია ფიქრი. მას არ შეუძლია ფიქრების წარმოება. ეგ არის ფიქრების მიმღები მოწყობილობა, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ფიქრებს იღებს და აგენერირებს. ხო, მაგრამ შეჩდება ეს ფიქრი. რთულად ჩანს, მაგრამ არ არის ეგრე რთული. წარმოიდგინეთ ესეთ რაღაცა, რომ ანტენა აქვს რადიოს და ანტენა იღებს თვალით უნახავ რაღაცა ვიბრაციებს, რომელსაც ჩვენ ვერ აღვიქვავთ და ამ ვიბრაციებს ის გადასცემს ამ დეშიფრატორს და დეშიფრატორი თუ რაც ქვია რადიო მოწყობილობას და მე ის გარდაქმნის ამ თვალით უნახავ ვიბრაციებს, მუსიკად, ინფორმაციად, ხო? იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვინმე შიგრძის და მღერის. ხო. დაახლოებით ესე მუშაობს ჩვენი სისტემა, რომ ჩვენი ნევრული სისტემა არის ანტენა, რომელიც იღებს გარე სამყაროდან აი ვიბრაციულ რხევებს და ჩვენი ტვინი, როგორც აი ამ სისტემის მართველი ორგანო, ამ იმპულსებს გარდაქმნის როგორც ფიქრებად. და მოგდის თავში ფიქრი, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვფიქრობთ. ჩვენზე ისიც არ არის დამოკიდებული, გვინდა თუ არა ფიქრი. აბა ვინმე გვეკითხება, თავის თავად არის. დაბადებიდან გარდაცვალებამდე სულ მუდმივად არის ფიქრი და 24 საათის განმავლობაში ჩვენ რასაც არ უნდა ვკვეთებდეთ, ჩვენი ტვინი სულ მუდმივად მუშაობს და ეს ვლინდება როგორც ფიქრები. რაში გვჭირდება ფიქრები, იმიტომ რომ ვიცხოვრობთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვიცხოვრობთ. ანუ ფიქრი არის ის იმპულსი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს მოქმედებას, გვაიძულებს მოძრაობას, შეგრძნებას, ანუ ცხოვრებას, ასე რომ ვთქვათ. მის გარეშე უბრალოდ არაფერი არ იქნება. და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ რომელშიც ჩვენ ვერ ვერევით და ვერ ვაკონტროლებთ და არც არავინ არ გვეკითხება, ვიფიქროთ თუ არ ვიფიქროთ. შეგვიძლია, რა ვიცი, მან მაყურებელსაც შეუძლია ძალიან მარტივად სცადოს, დახუჭოს თვალები და რამდენ წუთს, კი არა და რამდენ წამს გაძლებს ისე რომ ფიქრი არ მოუვიდეს. მაგრამ ალექსანდრე, ნახეთ, ეხლა გაჩნდება კონტრ რაღაცა არგუმენტივით, რომ მე ასე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ილუზია. არა, აი საინტერესოა. ჩვენ არ ვწყვიტავთ იმას, ვიფიქროთ თუ არ ვიფიქროთ. ჩვენ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ჩვენი ყურადღება მივმართოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გვინდა რომ ვიფიქროთ. ანუ ეს შეგვძლებია. ხო, ჩვენ ყურადღებით შეგვიძლია მივმართოთ. ჩვენ იმას ვერ ვაკონტროლებთ, მოვიდეს თუ არ მოვიდეს ფიქრები. ფიქრები სულ მოდის, მუდმივი ნაკადი არის სულ ყოველთვის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ნაკადი მივმართოთ იმ მიმართულებით ჩვენი ყურადღებით, რაც არის ჩვენთვის საინტერესო. აი მაგალითად, ეხლა ჩვენ გვინდა რომ გავიხსენოთ სიტყვაზე, აი მაგალითად ისტორია. საქართველოს ისტორია, როგორც საგანი, ესე რომ. აი მივმართავთ თუ არა ჩვენ ყურადღებას, ეგრევე თავისით წამოვა, რომ აი ამ წელს ის მოხდა, იმ წელს მოხდა ის, ხო, იმის შვილი იყო, იმის მამა იყო, ხო, ისტორიული ფაქტები თავისით მოდის. მოკლედ ჩვენ რაც შეგვიძლია ერთადერთი რომ ჩავეროთ ამ პროცესში, რომელიც არის ავტომატური და ჩვენ საერთოდ არ გვექმედება, არის ის, რომ ჩვენი ყურადღებით მივმართოთ ეს ფიქრების ნაკადი იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენთვის საინტერესო. ანუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მიმართულებას, ანუ განზრახვა ჩვენზეა, თუ რაზე უნდა ვიფიქროთ. მაგალითად, აი შეგვიძლია ახლა დავტესტოთ, რომ გვინდა რომ გავიხსენოთ ისტორია, საქართველოს ისტორია, როგორც საგანი სკოლაში რო ისწავლება. აი ჩვენი ყურადღება იმ მიმართულებით მიემართება თუ არა, აი ეგრევე თავისით მოდის
ფიქრები, რომ აი ამ წელს ის მოხდა, იმ წელს ეს მოხდა, ის მოვლენა მოხდა, ის იმის შვილი იყო. თავისით მოდის ეს ყველაფერი ისტორიული, ხო, მოვლენები, რომელიც ჩვენში არის, ასე რომ ვთქვათ, მეხსიერებაში დამახსოვრებული. მაგრამ თავისით მოდის. ჩვენ უბრალოდ მიმართულება მივეცეთ. ეხლა სხვა რაღაცაზე ვიფიქროთ. აი მაგალითად ვიფიქროთ ზღვაზე გატარებულ არდადეგებზე, ხო? აი მიმართავ თუ არა შენ სურვილს იმ მიმართულებით, თავისით წამოვა ფიქრები, რომ როგორ დაიწვი, როგორ ზღვაში, როგორ ბანაობდი, როგორ გაერთე ადამიანი, როგორ გაიცანი, თავისით ხდება, უბრალოდ ჩვენ მიმართულებას ვაძლევთ. აი ეგ არის განსხვავება. ფიქრები სულ არის, მუდმივად არის, მაგას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ფიქრების ხარისხი 100%-ით არის დამოკიდებული ჩვენ ნერვულ სისტემის მდგომარეობაზე და იმ განცდებზე, რაც იმ მომენტში განიცდება სხეულში, ხო, ფიზიკურ დონეზე. ხშირად ალბათ ესე დილეტანტური წარმოდგენა შეიძლება რელიგიიდანაც მოდიოდეს, შეიძლება უბრალოდ რაღაცა მორალიდან არის, რომ აი მე როგორი ადამიანიც ვარ, აი ესეთი ფიქრი, აი ფიქრშიც არ უნდა შესწოდო. ანუ ჩვენს კულტურაში პოპულარულად, რომ ვთქვათ, არა სიღრმისეულად, აღქმა გვაქვს, რომ მე ვარ ჩემი ფიქრი. აი ეგ არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და გაუკეთოს საკუთარ თავს. ხო, აი არ ვიცი, მაგაზე ცუდი რაც შეიძლება ადამიანი წარმოიდგინე, ეს ფიქრები საერთოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ანუ თავისთავად ავტომატური პროცესია, ისიც კი არ ხდება ჩვენ ტვინში. უბრალოდ გარე გამაღიზიანებელთან ვიღებთ და 100%-ით იმ მომენტში რაღაცა გამაღიზიანებელს ჩვენ როგორ აღვიქავთ, უკვე 100% არის ჩვენზე დამოკიდებული. ეხლა მაგალითად ერთი იგივე მოვლენა, ჩემთვის და შენთვის შეიძლება სულ სხვანაირად იყოს აღქმული, იმიტომ რომ შენ ნერვულ სისტემა სულ სხვა მდგომარეობაში იყოს, ჩემი სულ სხვა მდგომარეობაში არა და მოვლენა იქნება ნეიტრალური, მაგრამ შეიძლება მე მეწყინოს პირობითად, ან შენ გაგეხარდეს, მაგრამ ერთი და იგივეა, ხო, ის არც კარგი, არც ცუდია. აი ეს საინტერესო. მაშინ რა უდევს, ნახე, ესე იგი ჩემს ფიქრის, ჩემეულ აღქმას, ესე იგი საფუძვლად უდევს რაღაც ჩემი რწმენა წარმოდგენა, რომელიც უკვე ჩემში არის. ყველაფერი აბსოლუტურად ამას ქვია ნერვულ სისტემის მდგომარეობა და უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ეს არის სტრესები. აი სტრესები, რომელიც არის მიღებული დაბადებიდან და რომელიც მოგყვება და არა მარტო სტრესი, იმიტომ რომ იქ ინფორმაცია ძალიან ბევრია, როგორც საჭირო, როგორც არასაჭირო ინფორმაცია, ემოციური სტრესები ძალიან ბევრია და ეს სტრესები აფორმირებს ჩვენ ნერვულ სისტემას, რომელზეც არის დამოკიდებული მე ის აღქმადობა რაღაც რაზეც წეღან ვსაუბრობდით. მოდი მაყურებისთვის ძალიან უფრო გასაგები რო იყოს, უბრალოდ დავუშვათ მაქვს ესეთი ძირეული ტრავმა, რომ აი მე პატივს არ მცემ, ხო? და დავუშვათ ვიღაცა მაჩემა თანამშრომლა დაიგვიანა. შეიძლება ეს ჩემს აღქმაში იყოს, რომ აი მე პატივს არ მცემს, აი ხო ვიცოდი და ვიღაცა ვისაც არ აქვს ეს ძირეული ტრავმა და გონია რომ ძალიან მაგარია და ყველა პატივს სცემს, იმან ის იტყვის რომ უი ხო დააგვიანდა რა. საერთოდ არც მიიღებს. ხო, აი რაღაც ეგეთი. აი წაღარაზე ვსაუბრობთ, ერთი და იგივე მოვლენა, ანუ ერთი და იგივე იმპულსი, შემოსული ინფორმაცია, ჩემ ნერვულ სისტემაში დამუშავდება ჩემებურად, შენებურად. შენ თუ გააქვს სიტყვაზე ეგოსთან დაკავშირებული რაღაცა პრობლემები და აი თუნდაც ეს ტრავმები, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენი თავი რაღაცნაირად აი მაგ კონკრეტული მიმართულებით ეგრე გამოხატო, თუნდაც ეგოისტურად სიტყვაზე რო ვთქვათ. ის იმპულსი მაგ ფილტრში გაივლის და შენ გაბრაზდები, რომ ვის აკადრეს სიტყვაზე, აი ხო რა, აი მე სიტყვაზე. მაგრამ ეხა იგივე მდგომარეობაში შენ თუ ეგ შენში ეგ არ არის, ეს განცდა შენში არ არის, იგივე იმპულსი გაივლის, ოღონდ საერთოდ არ შეეხება იმასთან რეზონანსი არ ექნება და შეიძლება სხვა ვარიანტი, სხვა შემთხვევაში საერთოდ არ გეწყინოს და პირიქით გაგეხარდეს კიდევაც, რომ უი რამდენიმე წუთი მოგეცა იმისთვის, რომ შენ თავს დაუთმო პირობითად. ხო. ანუ ნახე, ერთი და იგივე მოვლენაში შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა, ერთი და იგივე ადამიანმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცა გამოიტანოს და სხვადასხვა რეაქცია ქონდეს. და აი როგორი რეაქცია ექნება 100% არის ნერვულ სისტემის მდგომარეობაზე დამოკიდებული. აი წაღარ რო დაუბრუნდეთ იმას, რაც ვსაუბრობდით. ჩვენ არ ვფიქრობთ. ჩვენ მოგვდის ფიქრები, ჩვენ არ ვართ ფიქრები, ჩვენ გვაქვს ფიქრები და თან ამ ფიქრებს ჩვენ საერთოდ არ ვაკონტროლებთ, თავისით მოდის. აი თუ არავის არ ჯერა, შეუძლია როგორც წაღან ვთქვით. დაждდეს თვალები დახუჭოს, ანუ თუნდაც ნუ დახუჭავს თვალებს და რამდენი წამს გაძლევს, რომ ფიქრი არ მოვიდეს. ჩვენ ხო გგონია, რომ ჩვენ ფიქრი ვართ. აბა მიდი არის ფიქრო. შეძლებ? ხო, თუ შენზე არის და შენზეა დამოკიდებული, რატო ვერ აკონტროლებ მაგ მდგომარეობას? ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული პროცესი. მუდმივად ხდება, მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ აი ეს აღქმადობა რაც არის, ეს არის უკვე დამოკიდებული ჩვენზე, ანუ ჩვენ ნერვულ სისტემაზე. ჩემზე. კი. სამ გადავიდოდეთ ახლა უკვე ემოციაზე. მანამდე მინდა კიდევ ვთქვათ, მაშინ რა ფუნქცია აქვს ფიქრს? ახლა თუ ჩავთვლით, რომ სამყარო მუფალმა არ ვიცი ვისაც როგორ შეერა, ყველაფერი რაღაცნაირად ღრმა კანონზომიერებით არის შექმნილი. რა ფუნქციას ასრულებს ეს ფიქრი? თუ გვაწუხებს, მე ის არ ვარ, რა თმინდა?
ეხა ცოტა ხო, კაი, არა, ნორმალურია. შენ რო ქშია, როგორ გებულობ და როგორ ანსხვავებ წყურვილისგან? გასაგებია. ესე იგი, ფუნქცია ყოფილა ფიქრის. მაგის გარეშე, ხო, ვერ ყოფიერებაში ჭამომშია, ცხელია. კი ბატონო, აი მაგალითად ზანდით ცეცხლთან რო ახლოს მიხვიდე და ძალიანაც რაც არ უნდა მოგეწონოს, ფიქრი გეტყვის რო იქ საშიშია. და უნდა მოვიდეს და იმას უნდა დაუჯერო თორე. ამისთვის ყოფილა ფიქრი და არა იმისთვის, რომ დავждე და ფიქრი დაუმატო, ვიფიქრო და მთელი ჩემი ენერგია ამაში წავიდეს. ხო, ეს არის უკვე ეგ უკვე უტოპია, ხო, აი საერთოდ აზრი არ აქვს, ხო, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აი ნახე, წაღან ხო შევთავაზეთ იმაზე, რომ ფიქრებს ჩვენ ვარ ვაკონტროლებთ, თავად მოდის მიდის. ჩვენ ვერც ვაჩერებთ ვერც ერთ ფიქრს. აბა მოდი ხა გავაჩეროთ რომელიმე ფიქრი და იყოს სულ იყოს რა, აღარ მოვიდეს სხვა ფიქრი რა, 1000 ფიქრი ხან კარგია, ხან ცუდია, მაგრამ აი კარგი ფიქრი ავიღოთ, ამოვირჩიო და იყოს სულ, ხო, ეგეც არ არის, ეგრევე ჩამოიშლება, ეგრევე, ხო, აი არ გააჩნია მატერია. ანუ ეს მუდმივი პროცესია, რომელიც სულ მუდმივად იცვლება, ყოველ წამს იცვლება და შენ აი ეს სიტყვაზე რომ აი ერთმა კადრმა გაიარა, ერთმა ფიქრმა გაგიელვა და თუნდაც რაღაც დონეზე დაგათრიგერა, ხო? და მე აი მან არ უნდა დაუშვა შეცდომა და მე თელი დღე მაღაზე არ უნდა იფიქრო და განიცადო, იმიტომ რომ ჩვენ რაც მოგდის მე აი იმ ყველაფერს რაც მოყვება, ისე ჩვენ თვითონ ვიწევთ ამას. იმიტომ რომ სიტყვაზე აი რაღაცა შიში შემოვიდა, ხო? იმიტომ რომ შიში როგორც თქვით, აუცილებელია თუნდაც იმიტომ რომ არ დაიწვა პირობითად ხანძარზე ან სადღაც რო ახვალ მთაზე და ძალიან დიდ კლდის პირას რო დადგები და რა კარგი ხედია რო იტყვი, რომ გადმოფრენა არ წევივით რო არ მოგინდეს, რაღაცამ უნდა გითხრას, რომ არ შეიძლება, ის არ არის ლოგიკური, იმას რაღაცა ტკივილი მოყვება და ნუ ეს არის რაციონალური აზროვნება. ფიქრით ხდება ეს, ხო, ამ მომენტში. ამიტომ ფიქრი ყველა ვარიანტში გვჭირდება, ყველა ვარიანტში, ისე უბრალოდ ვერ გადავრჩებით, ხო? რომ რაღაცა უნდა გეტკინოს, რაღაცა შეგეშინდეს, რაღაც უნდა გაგეხრას, რობოტი ხო არა ხარ, სულ ერთ მდგომარეობაში. აი ეს ხდება ზუსტად ამ ფიქრებით, რომელიც არის მუდმივი ნაკადი, მოდის, მაგრამ აი შენი ნეირული სისტემა ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად რეაგირებს და ეს რეაქცია უკვე დამოკიდებული არა შენზე, არამედ ფიზიოლოგიაზე, იმ მდგომარეობაზე ახლა. მაგალითად, აი ემოცია ახსენე. სიტყვაზე მე და შენ გავბრაზდით ახლა რაღაცაზე. ხო, აი ჯერ ვთქვათ ემოცია საიდან? ფიქრი უსწრებს ემოციას თუ პირიქით? ან ემოცია როგორ ჩნდება ეს ვთქვათ? ემოციაც არის ფიქრი, ოღონ უფრო ნატიფი გამოვლინება ფიქრის. ფიქრი გესმის, ხო, ეგრე ხო, ყურში გესმის, ხო, ფიზიკურად გესმის, ხო. რაღაც ამბავია. ხო, რაღაცა უფრო გამოკვეთილი ფორმა აქვს. და ემოციას რო დაუკვირდე, უფრო ნატიფი ფორმა აქვს, ოღონ ორივე ინფორმაციის მატარებელია. ინფორმაციას მატარებელი არის, რომ გაგეხარდება, ხო, შენ გაიგე, რომ გაგეხარდა და ეს სიხარული შენ განასხვავე მწუხარებისგან, ანუ იცი რომ ამ რო სხვანაირად უნდა მოიქცანო, რაღაცა ინფორმაციული ველი შეცვალა. ოღონ ემოციურ დონეზე უკვე და არა ფიქრის დონეზე. მოკლედ, აი ესეთ რაღაცა რო თქვა. რო იყოს ერთი საწყისი, საიდანაც მოდის ეს სამყაროსეული ენერგია და სამყაროსეულ ენერგიას ეს ნეირული სისტემა როგორც აღიქვავს, ყველაზე უხეში ფორმა ეს არის ფიქრი და ყველაზე ერთ-ერთი ნატიფი არის ემოცია. მაგაზე ნატიფი არის ინტუიცია. ხო, ინტუიციაც ხო ფიქრია, ხო ფიქრით მოგდის ეს ინტუიცია, ხო ზუსტად იცი რომ ის ისე შეიძლება. ეს რაღაც არაცნობიერი თუ რა არის? ხო, აი ეს არის არაცნობიერთან ყველაზე ახლო, პირველი იმპულსი, რომელიც ყველაზე სუფთა არის და ინტელექტი ვერაზრს ვერ გაიგებს, რატო არის ეგრე, მაგრამ ზუსტად იცის რომ ეგრე არის, იმიტომ რომ უფრო ნატიფია. აი ემოციაზე კიდე უფრო ნატიფი მდგომარეობა არა და ეს პირველი არის პირველი იმპულსი რაც არის, რაც ჩვენ აღვიქვავთ, ეს არის ინტუიცია და მე ინტუიცია, მე ემოციები, ემოციებს მე ფიქრები და ეს ყველაფერი ერთი და იგივე სტრუქტურის სხვადასხვა ლეველია. აი ნახე, მე ესე მაქვს თუ რამე წამიკითხავს და მიფიქრია თუ აღმიქვამს, ესე აღვიქვამ და მოდი შემისწორეთ ან მითხრათ რამდენად 100-ია თუ ისე. ჯერ ესე იგი მოდის რაღაც აი თუნდაც რაღაც სტიმული, რაღაც მოვლენა მოხდა. ამაზე მე გამიჩნდა ჩემეული ინტერპრეტაცია, ანუ რაღაც ამბავი უთხარ, აი ეს ამ ადამიანს მე ასე მომართა, ეს ჩემს გონებაში გადაითარგმნა რაღაც კონკრეტულ ამბად. მე ჩემ თავს მოვუყევი ამბავი, რომ ეს ამან იმიტომ ქნა, რომ ამიტომ და იმიტომ. აი ამ ამბის შემდეგ გამიჩნდა ემოცია, ან ნეგატიური, ან პოზიტიური. ანუ რის თქმა უნდა, რომ მე ესე აღვიქვამ, რომ ერთი და იგივე აზრმა გააჩნია რა ამბად თარგმნე ეს ჩემთვის, შეიძლება საერთოდ სხვადასხვა ემოცია გამიჩნდეს. თუ ჩემ თავს მოვუყევი, რომ ეს იმიტომ ქნა, რომ ჩემ ჯინაზე გავბრაზდები და თუ თქვი, რომ ნახე რა საყვარელია ეს იმიტომ ქნა, რომ აი მე გამითვალისწინა პირიქით დადებით ემოცია. და ერთი და იგივე მოვლენაზე, ხო? ხო. ეხლა შენ რაც ახსენე აი ეგ რა არის? ფიქრი მოვიდა
როგორც წეღავთ, ფიქრი წავიდა, მაგრამ შენთან რაღაცა რეზონანსი ქონდა, აი შენ რაღაცა დაგათრიგე, ან კარგად ან რაღაც ცუდად, ხო სიტყვაზე აი ან ეგომ ჩაგაჭირა, რომ აუ ის გაუბედა, რომ დააგვიან, ან რა კაია რა საყვარელია, რომ დააგვიან, აგერ გააჩნია იმ მომენტში რა აქ რა მდგომარეობა. მაგრამ ამან გაიარა და სულ წავიდა, ანუ ფაქტია რაღაცა, რომელიც შენი შეფასების გარეშეც ფაქტია. ანუ შენ კარგად შეაფასებ, თუ ცუდად შეაფასებ, სიტყვაზე იმ ადამიანმა უკვე დაიგვიანა. უკვე ფაქტია. ანუ შენი შეფასების გარეშე სამყაროს არ ჭირდება შენი შეფასება, ეს სამყარო ისედაც თავისით ცხოვრდება, ანუ ისედაც პროცესი მიმდინარეობს. შენ ამას შეაფასებ თუ არ შეაფასებ. აი შენი შეფასება შეიძლება ცდებოდეს და მაგას მე მოყვე ზუსტად ის ემოცია, რაზეც ვამბობ, რომ შენ უკვე ამას ზედმეტი დრო დაუთმე, მე ამას რო ზედმეტი დრო დაუთმე, იქ ემოცია გაჩნდა, ეს ემოცია მე შენ თვითონ ენერგია მიეცი, ყურადღება მიეცი და ეს დაახვიე და მე შეიძლება ისეთ ემოციურ მდგომარეობამდეც მიხვიდე, რომ ის ადამიანი საერთოდ აზე არ იყოს, რამე დააშავა თუ არ დააშავა. ანუ ეს რისთვის თქვი, იცი რომ ესე იგი ემოციას წინ უსწრებს ფიქრი. რაღაც ამბავი რაც ჩემ თავს მოუყევ. ნახე, ამ ფიქრებმა გამოიწვიეს ემოციები. მაგრამ ამ მომენტში ფიქრს კი არ ქონა ემოცია. ანუ ფიქრს არ მოყვა ემოცია, ხო? ხო, შენ პროვოცირება გავუკეთე. ანუ შენ ეს უნდა განგეცადა, მაშინ მივედით მანამდე. ანუ შენში ის რაღაცა ტრიგერი რაც დავარქვით და რასაც სტრესი ქვია, რომელმაც აიძულა შენი ნერვული სისტემა, რომ ეს შემოსული იმპულსი კარგად კი არა, ცუდად ეთარგმნა. ანუ და ეს მე მჭირდებოდა ამის განცდა. კი, შენ გჭირდებოდა ამის განცდა, იმიტომ რომ შენ იმ მომენტში შენ ხო ის განიცადე. ამიტომ აღმოსავლეთში ამბობენ რომ რაღაცა კარმა დამუშავა და ანუ რაღაცა აი ეს რეზონანსი რაც იყო ის რეზონანსი აღარ გაქრა უბრალოდ აღარ არის და შემდეგში შეიძლება რომ დაიგვიანოს იმ ადამიანმა ისევე იგივე სიტუაციაში შუსუ სხვანაირად მოიქცე იმიტომ რომ პატერნი შეცვალე მეხუთი ანუ უკვე კარმაზე მივედით და კარმა როგორც აღმოსავლეთში ამბობენ ეს არის მიზეშედეგობრივი კავშირი ყველა ქმედებას უკვე ქმედება მოყვება ძალიან მარტივია რაღაცა დღეს შენ საქციელი ჩაიდინე რომელსაც მოყვა ცუდი რეაქცია შესაბამისად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაქცია შენშიც. ანუ ეხლა ჩემმა რაღაცა რეაქცია მაგალითად თუ ლაშაში რაღაც გამოიწვია და ეწყინა რაღაც გაგები და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი, მაშინ რაღაც მოვლენა მეც იგივე უნდა განმაცდევინოს. და ის რაც მე უნდა რომ გაბათილდეს რა, როგორც აღმოსავლეთში ამბობენ. სხვა შეს ეხა აი კარმაზე ხა ჩავფიქრდი და რატო? იმიტომ რომ სმენია სხვადასხვა ასე ვთქვათ, აი ვინც ამ სულიერ პრაქტიკებს გადის, რაღაც სხვადასხვა მოსაზრებები აქვს და მოდი ვნახოთ აბა რომელია უფრო სწორი შენთვის ამ შემთხვევაში, რომ კარმა არ არსებობსო იმ შემთხვევაში, თუ შენ წინასწარ რაღაც ფასეულობათა სისტემაზე არ გაქვს უხეშად ვთქვათ ხელი მოწერილი. აი თავისთავადი, რაც მე გამიკვირდა სხვა შეს, მაგრამ თავისთავადი კარმა არ არსებობს. შენ თუ რაღაცას წინასწარ არ ეთანხმები, აი რაღაც რელიგიურ დოგმებს, რაღაც წესშო. ხო, ისეო ის არის. შენ თუ შენ უკვე ისე ხარ გაზრდილი, დაპროგრამებული, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, ფასეულობათა სისტემაში მიყვები ამ მოცემულობას, მაშინ შენზე იმ კარმის, ასე ვთქვათ, კანონზომიერებაში ჩაერთვები შეძლო. თუ არა, მაშინ არ არსებობს ცუდის და კარგის გაგებაო. ეს რამდენად ასე. აი მაგაში გეთანხმები, ცუდის და კარგის გაგება არ არსებობს. ეს არის მარტო ჩვენი ტვინის დაყოფა, მაგრამ კარმა არსებობს. აი მოდი ვთქვათ რა არის მაშინ ეს კარმა. ხო, გვჯერა რაღაცა კანონზომიერებები ამ სამყაროში არსებობს. ხო, აშკარა არის რა, დედამიწა ბრუნავს, აღმოსავლეთიდან ამოდის მზე, დასავლეთში ჩადის, დღე ღამე რაღაცეები ხდება, ხო და აი ხო, აშკარა კავშირში არის ყველაფერი. ეხლა შეიძლება მე სკოლაში არ მივლია და წარმოგიდგენ არ მაქვს რა არის გრავიტაცია, არ მივლია არც ფიზიკის სახელმძღვანელო რას არ გადამიშლია პირობითად. მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ მე სხვანაირად ვივლი და შენ სხვანაირად ივლი. ხო, არა. ხო, ზუსტად იგივე კანონი მოქმედებს ჩემზე და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიცი თუ არა მაგ კანონის შესახებ. ამიტომ ამ სამყაროში არსებობს რაღაცა ბუნების კანონები, რომელიც არის აშკარა და მტკიცებულებაც დიდად არ სჭირდება და ყველაზე მატერიალური საგნებით შეგვიძლია მეთოდებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ არსებობს ბოლო-ბოლო მათემატიკური გამონათვლებით მტკიცდება და ისედაც რა მოკლედ. და არის ეს კანონზომიერებები, ესიც ჭეშმარიტებაა, რომ შენ იცი თუ არ იცი, ყველა ვარიანტში მაინც შენზე მოქმედებს, არ ცოდვა არ არის აქ შემთხვევაში, ხო? არ ვიცი ძმაო და ეგრე არ ხდება, იმიტომ რომ შენ სამყაროში ცხოვრობ და რახან ამ სამყაროში. მაგაზე ისი რა პასუხი აქვს ბოდიში გაგაწყვეტინე, რომ იმიტომ რომ მქონია ეს დისკუსია, რომ
იმიტომ რომ აი ხა გრავიტაციაზე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი შენი წინაპრები, შენი მშობლები, შენ ეს კოდირებული ხარ უკვე. კარგი, ნუ გჯერა რომ გრავიტაცია არსებობს. საერთოდ ნუ გჯერა იმისაც რომ არსებობს ესა რა ქვია, კარმა. მაგრამ ნიუტონი ამბობდა რომ ამ ფიზიკურ სამყაროში ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება. კვანტური ფიზიკა გვეუბნება რომ ყველა ენერგიას მოყვება შესაბამისი ენერგია, ანუ ეს ენერგია არ ქრება არსად. ეს ენერგია ტრანსფორმირებს და ეს არის ერთი და იგივე ენერგია, როგორც სხვა რაღაც ფორმებში ვლინდება. ნუ გჯერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ რო ვაშლის კურკას დათესავ, ის ვაშლს არ მოისხავს. გჯერა არ გიჟა, გჯერა რაღაც ფორმაში ხარ კანონზომიერება. არ სხვა შეს მე მჯერა და იმიტომაც ვეკითხებოდი დაჟინებთ რომ როგორ ჩემი ანუ ქმედებები თავის გავლენა როგორ შეიძლება რომ არ კონდეს და ხო, მაშინ ვერ გამოვა ეგრე რა, იმიტომ რომ მაშინ გამოვა რომ ღმერთი არის რასაც ჩვენ თუნდაც რელიგიურად ვეძახით ან რაღაცა უზენაესი, მაშინ გამოდის რომ მიკერძოებულია. და ნეპოტიზმს აქვს ადგილი, იმიტომ რომ ვიღაცისთვის მოსულა და ვიღაცისთვის არ მოსულა, ეგრე არ არის, ხო. ეგ შეიძლება მარტო ადამიანის ტვინში მოხდეს. ჩემშია, ესე იგი მე თუ ჩემ თავს ნებას ვაძლევ, რომ ვიყო თავისუფალი ამისგან, შეიძლება შევძლოს. ეხლა ნახე, მან სხვა ვიღაცა შეიძლება გეკამათოს და რაღაც დონეზე იქნება მართალი. ეხლა მე რო რაღაცას ჩავდივარ და თუ არ ვიცი რომ ჩავდივარ, იმას არ ნიშნავს რომ მე დანაშაულისგან გამთავისუფლებ, მაგრამ მე რო ვიცი რომ ცუც ჩავდივარ და არც ეს არ გამორიცხავს დანაშაულს, მაგრამ მე ამაზე კიდევ რომ ნერვიულობ, ვიმატებ, განცდა. ეს უკვე სხვა რაღაცა, ეს სხვადასხვა რაღაცა, ერთმანეთში არ უნაურიოთ. იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არაფერი შენ თვითონ გამოიწვიო. იმიტომ რომ ნათქვამია რომ რასაც ელოდები, ისეც გელოდება და ეხლა შენ თუ ზიხარ და გეშინია, ის აუცილებლად მოხდება და ბოლოს სამყარო აგისრულებს ამას. და აი თუნდაც ჩვენ მსმენელებს, მაყურებლებს, ან თუნდაც ჩვენ ის რო გავიხსენოთ, აი აბა გავიხსენოთ, რაც ყველაზე მაგრად გვეშინო და ის ხდებოდა ყოველთვის. ან დანაშაულის განცდა თვითგვემა თავისთავად არის არაჯანსაღი ემოციები, რომ მაგრამ ეხლა ისიც იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე რაღაცა სინანული არ უნდა იგრძნო. ეგეც უკიდურესობაა რა. ზომიერების ფარგლებში. როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, იმის სინანული აუცილებლად უნდა იგრძნო, იმიტომ რომ აი ეს შედეგი შენ არასწორ ქმედებას რაც მოყვა და უკან დაგიბრუნა, ის აუცილებლად შენში სინანულს გამოიწვევს, ან თუნდაც რაღაც ტკივილს გამოიწვევს. თავს სინანულის ჯობია ბოლო ჟამს დანანებასაო. და აი ეს სინანული შენ მოგცემ საშუალებას, რომ აი ის გააცნობიერო რეალურად, მაგრამ შენ თუ თელი ცხოვრება თვითგამოში და სინანულში დარჩი, იმ გაკვეთილს ვერავინ არ ისწავლის. მიხვდი? გასაგებია. აი ხა ახსენე შენ, რომ აი სიტყვაზე მე რო ვიღაცას ვაწყენინო, ეგ ძალიან ფსიქოლოგიურადაც საინტერესო თემაა. მე რო ვიღაცას ვაწყენინი, აქ შეიძლება უკვე იყოს აი რაღაცა კაზუსივით, რომ შეიძლება მე განზრახ არც მიწყენინები უბრალოდ ჩემ რაღაცა სიტყვა ვიღაცას თავის რაღაც ტრავმას დავაბიჯე, ასე ვთქვა და იმას რაღაც ემოციებში ჩააგდ, ხო? ამ იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი? ეს უკვე აღარ არის შენი კარმა. ხო. ეგრე გამოდის. იმიტომ რომ შენ კი არის მოქმედე, თავისით მოხდა მოქმედება. ხო. აი, ხო არის ხო რაღაცა სპონტანურად შეიძლება აი ბოდიში და უცბად წამოაყრანტალო რაღაცა და საერთოდ არაფერი არ გინდოდეს ან ხუმრობაა და ვიღაცას ისე შეეხოს, რომ მართლა არ გინდოდეს და არც ცუდი განზრახვა გქონი არც არაფერი. ანუ განზრახვა განსაზღვრავს კარმას? ნახე როდესაც შენ ეგოისტურად ცდილობ, რომ აი თუნდაც აი ამ პროცესში ჩაერიო, თუნდაც მე რაღაცა ვთქვა და ამ ჩემი ნათქვამით ვიღაცას თუნდაც ეს ეწყინოს, ან მოეწონოს, ან არ მოეწონოს, აი ეს მე თუ წვიტავ ამას, ეს უკვე ჩემი კარმაა. ხო. მაგრამ მე თუ ამას აი სპონტანურად აი ხო არის ხო უცბად სპონტანურად. ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად კი არ ვაკეთებ. ხო, აი ფლოუში როცა აკეთებ რა, მაშინ ეს გამოდის რომ ესეთი თეორიაც არსებობს, რომ სამყარო მოქმედებს შენით იმ მომენტში. ეს უკვე შენი კარმა არ არის. ხო, მაგრამ შენ თუ გინდა რომ იმან განიწაე რაღაცა და შენ მოქმედებას თუნდაც ეგოისტურს ან რაღაცას აი ხო, მაშინ მოყვება, ხო. კი ბატონო. ეხლა მივადექით აი ეს მარტივად რო თქვა. კი, ფიქრი ვთქვით, ემოცია, რა არის ნება? აი და რამდენად არსებობს ჩემი ნება? იმიტომ რომ ფიქრი არ ყოფილა ჩემ ნებაზე, ემოცია აგერ ფიქრს მიყვება, მოყვება და ხან ასეთია, ხან ისეთი, ნება რაღა არის? სანამ მაგაზე დავიწყებთ საუბარს, მაშინ კითხვის პირველი ნაწილი უნდა განვარტოთ. რას ნიშნავს ჩემი? ხო, აი არ ვიცი, ვინ არის ჩემი? აი ვინ არის ის, რომელიც იძახის ჩემი? ნახე, აი ლოცვაში იყოს ნება შენი, ხო? და არა ჩემი. ხო, ან შენი ვინ არის? ის შენი უფალს მიუვარდა სამყაროს.
ანუ სამყაროს ნება იყოს. მაშინ გამოდის, რომ სადღაც რაღაცა ორი ნება არსებობს. არის რაღაცა, სადაც აქვს ნება და სამყარო უზენაესი უფალი და არის კიდე რაღაცა ნება, რომელიც არის ჩემი და მაშინ მე ვაფშე ვინა ვარ. მაშინ ვთქვათ ვის დავკარგვი ვარ. მოდი ესე დავიწყოთ. ნება და მე ვინ. კარგი. თუ მე აღიქმება ეგო, მაშინ ნების თავისუფლება არ აგაქვს. უბრალოდ ვერ გექნება. იმიტომ რომ შენი ყველა მოქმედება 100%-ით არის დამოკიდებული რაღაცა ძველ გამოცდილებებზე, სტრესებზე, რაღაცეებზე, კარმაზე, ასე რომ თქვა. და ჩაკეტილი ვარ ეგ. ხო, ჩაკეტილი ხარ და იმ მომენტში შენ საერთოდ ვერ წვითავ. კი ბატონო. რა გააკეთო? თავისთავად ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ რეალურად ნების თავისუფლება არსებობს, მაგრამ არ ამ ეგოისტურ გამოვლენებიდან, არამედ უმაღლესი გამოვლენებიდან. ანუ ეხა ეს სიტყვა მე თუ ეს ჩემი თავის აღქმა ცდება ფიზიკურ სხეულს, ცდება ფიქრებს, ცდება ემოციებს და არის ის ერთიანი მთლიანი, რასაც ლოცვის დროს ვამბობთ, რომ იყოს ნება შენი, აი თუ მე ჩემი მე არის გაზრდილი, აი შენამდე, აი ლოცვის დროს რაც ვუძახით, ესე გამოდის, რომ ისევ ჩემი nebaa. მაგრამ ეს არის უკვე უზენაესი, ანუ რასაც ჩვენ რელიგიაში ვეძახით ღვთისნებით ცხოვრებას, როდესაც არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ჩადიხარ დანაშაულს, არაფერს არ აფუჭებ, არ ცდილობ რომ სამყაროში დესტრუქციული იყო და ბოლომდე მიყვები სამყაროს და ბოლომდე ენდობი სამყაროს, ეს ისევ შენი ნება არის. გამოდის. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ნების თავისუფლება არსებობს, მაგრამ ადამიანი სანამ გაცნობიერებულ მდგომარეობაში არ ცხოვრობს, მანამდე მას ნების თავისუფლება არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა აბსოლუტურად მოქმედება წინასწარ განპირობებულია. მინიმუმ ყველამ ვიცით, რომ აი ამ რეაქციაზე, ამ გამაღიზიანებელზე ესეთი რეაქცია უნდა ქონდეს, იმ გამაღიზიანებელზე ესეთი რეაქცია უნდა ქონდეს და სახლიდან სამსახურში ისე დავდივართ, არც ვფიქრობთ, ავტომატურად დავდივართ ერთი და იგივე ქუჩაზე, ხო ეგრე არის? ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცებს მოქმედებს ჩვენ ავტომატურად, რომ საერთოდ არც ვიწყებთ ამაზე აზროვნებას ან ამის გაცნობიერებას. თავისთავად ხდება და ეს თავისთავად იმდენად მარტივად ხდება. თუმცა იმდენად გამარტივებული აქვს ეგ ალგორითმი, რომ მანდ არავინ არ გვეკითხება ჩვენ. და ის წეღან როც თქვი, შენ რო ვიღაცას აწყენი და ის შენ უნდა განიცადო, რომელი ნების თავისუფლებაზე არის ლაპარაკი, როცა კარმა გაქვს ჯერ დასაბრუნებელი, უნდა განიცადო. შენ არ გინდა რომ განიცადო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ეგრე არ არის, იმიტომ რომ კანონი, როგორც გრავიტაცია ვთქვით, რომ არსებობს და ვერსად ვერ გაექცევი, ყველასთვის გრავიტაცია არის, აი ეგეთი კანონი არის მაგალითად კარმა და ამასაც ვერსად ვერ გაექცევი. თუმცა მე მგონი კარმა რაღაცა ბევრი საქმეში რაღაც დამსჯელობით და შეიძლება სულაც არ იყოს ასე. უბრალოდ არის, რაც ესე იგი კარმა ჯანსაღი გაგებით არის რაღაც მექანიზმი, უხეშად რომ ვთქვათ, რომელიც შენ გეხმარება რომ გაიზარდო სულიად. აბსოლუტურად. აი ზუსტად. კარმა არის კანონზომიერება, ასე რომ ვთქვათ, რომელიც არ არის კაცრი და ცუდი ბაბუა და არის ცუდი კარმა და პირდაპირ რო თქვა სანსკრიტზე კარმა ნიშნავს მოქმედებას. და მოქმედება ყველა დონეზეა. ფიზიკური მოქმედება და უმოქმედობაც მოქმედება შეიძლება იყოს. მენტალური მოქმედება, ანუ აზროვნება, ემოციური მოქმედება, ანუ ყველა დონეზე. ხა შენ რო გაიფიქრე ვიღაცაზე ცუდი სიტყვაზე. შენ ეს კარმა გაუშვი იმ დონეზე და ეს ფიქრის დონით მოგივა. მე ცუდი ფიქრი რომ მოგივა რენდომ 24 საათის დღის განმავლობაში, მე არ უნდა გაგიკვირდეს რატო, იმიტომ რომ შენ უკვე ეს გაშვებული გაქვს და რა თქმა უნდა დაგიბრუნდათ. მე ცუდი დაგიბრუნდა, ოღონდ ფიქრის სახით დაგიბრუნდა. მოქმედება გაეცი მოქმედების სახით, ანუ ყველა ქმედებას თავისი უკუქმედება მოყვება და ნუ დაუჯერებთ აღმოსავლეთს. აგერ ნიუტონი და ფიზიკის კანონები ამტკიცებს. ფიზიკურად ამ სამყაროში ეგრე მუშაობს ეს მოდელი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. სამყაროს რო დავარქვათ. ორივეს თავი დავანებოთ. დარწმუნებული ვარ ჩვენ წინაპრებს საერთოდ აზე არ იყვნენ, ვინ იყო მენდელეევი და საერთოდ შეიძლება არც იცოდნენ რა ეწერა ვედებში და იმ ძველ აღმოსავლურ ცოდნებში, მაგრამ ძალიან ბევრი სიბრძნე დაგვიტოვებს. და გვითხრას რომ აი ქვევს რასაც ჩაზახებ, იმას ამოგძახებს. კი ბატონო. სიკეთე ქენიო ქვაზე დადეო და გაიარეო. ზუსტად იციან რომ აი ის მე რო წინ დაგხვდება, ზუსტად ეს აი შემთხვევით მოტანილი ხო არ არის? ხო. შოთა რუსთაველიც გვეუბნება რომ აი რასაც გასცემ შენიაო, რაც არავ დაკარგულიაო და რეალურად ეგ არის, იმიტომ რომ რასაც გასცემ ის არის შენი, იმიტომ რომ იგივე გიბრუნდება უკან. მიხვდი? და რასაც არ გასცემ ის არავისი არ არის, იმიტომ არ რეალიზებულია და ის გინ ყოფილა, გინ არ ყოფილა. ანუ აშკარად არის რომ რაღაცა ფაქტორი მუშაობს. არ გვაინტერესებს მაგალითად მეცნიერები და არ გვჯერა არც აღმოსავლეთი და ფილოსოფიები გვაინტერესებს. ბაბუა და ბებია ხო გვევასება რა ჩვენი წინაპრები და ეგენი მაგას გვეუნდებოდნენ და მართლა ეგრე არის, რა რეალურად ეგრე არის, იმიტომ ყველა ქმედებას აბსოლუტურად უკუქმედება მოყვება. ესე იგი მე არ ვარ ჩემი ფიქრი
თან ჩემს რო ვაყოლებ, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულებთ, ხო? არ ვარ ემოცია, არ ვარ ფიქრი, არ ვარ ემოცია, არ ვარ სხეული, მხოლოდ ან უფრო მეტი ვარ ვიდრე ჩემი სხეული, უფრო მეტი ვარ ვიდრე ჩემი ფიქრი, ვიდრე ჩემი ემოცია. და ან მივედი იქამდე მე ვარ სული, ანუ ჩემი სული, თუ სული, თუ ჩემი. და კიდე რა მაინტერესებს, აი სულთან რომ სულზე რომ ვისაუბროთ და გამიგე ესე რაღაცა სულს ჭირდება და ეხლა შენც ახსენე განცდა, რომ განიცადოს და ჩემთვის ეს არის ცოტა არა მარტივად ახსაქმელი, რომ რაღაცა აი სული რაღაც ესეთი უფრო დიადი რაღაც ყოვლის მომცველი და განცდა რა თავგადასავალია მისთვის ეს განცდა, რაში ჭირდება? კარგი. მოდი ძალიან ისე ვთქვათ რა, ძალიან მარტივად დავხსნათ. ირინა, ალექსანდრე, იგივე გერქვა 3 წლის რო იყავი, იგივე მერქვა 3 წლის რო იყავი. შენი თავის აღქმა რო დაიწყე, ხო იცოდი რომ შენ იყავი? სუბიექტური აღქმა ხო ქონდა? უჯრედების რაოდენობაც ნაკლები ქონდა. ვიზუალურითაც უსხვანაირად გამოვიყურებოდით, ემოციური ფონიც უსხვანაირი იყო და მენტალიც ესეთი განვითარებული არ იყო, მაგრამ მაინც ხო იყავი? ხო იცი რომ იყავი, სუბიექტური აღქმა ხო ქონდა? ხო ეგ ხო რეალობაა, ხო? ნაღდად. 15 წლის რო იყავი, ხო იყავი? ეხაც ხო ხარ, გუშინაც ხო იყავი? და ეს მე ვარ განცდა, აი რა მუდმივად ხო არის, რომელიც არის სულცვლელი. შეიძლება შეიცვალოს ფონი, შეიძლება შეიცვალოს უჯრედების რაოდენობა, შეიძლება ხან მიხაროდეს, ხან მიყვარდეს, ხან გაბრაზებული იყო, გახარებული იყო, შეშინებული იყო, ისეთი იყო, ღიპიანი იყო, მაღალი იყო, დაბალი იყო, განხდა რაღაცაები შეიძლება იცვლებოდეს ჩემ ცხოვრებაში, რაღაცეები, გრძელი თვეები მქონდეს, შეიძლება ის მქონდეს, ეს მქონდეს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის რაღაცა სულ არის. რომელიც სულ არის, სულ არასდროს არ იცვლება. ანუ გამოდის რომ იმ ფორმაში, რასაც ჩვენ ირინა ქვია და ჩემ შემთხვევაში ალექსანდრე ქვია, არის რაღაცა, რომელიც არის ერთი და მუდმივი და მარადიული, რომელიც სულ არის და არ იცვლება და არის რაღაცა თან, რომელიც სულ მუდმივად იცვლება. და ვერ ვიტყვით რომ ან ერთი ხარ ან მეორე. მაშინ გამოდის რომ ორივე ერთად ხარ, იმიტომ რომ ამის გარეშე ის ვერ იქნება, როგორც ამბობენ, სულის გარეშე მატერია ვერ იქნება და მატერიის გარეშე ერთმანეთის ჭირდება. ხო, სული ვერ იქნება, ანუ აი ვერ იმასიზა, მატერია არის საჭირო იმისთვის, რომ გამოვლინდეს სული, ასე რომ ვთქვათ. აი ის, რაც არის სულ და ქართველები ვეძახით სულს. ეხლა მივხვდი რომ სული და ხო, რომელიც არის სულ უცვლელი და მარადიული და არის ყველა და შენ 90 წლის იქნები და თუ 5 წლის იქნები, ის არის მაინც და ყველა მიცის რაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი ხნის წინ დაგვეკარგა მაგასთან კავშირი, მაგრამ ყველა მიცის ის სულ, რომელიც სულ მუდმივად არის და ზოგი მაგათ დამკვირვებელს ეძახის, ზოგი დამკვირვებელს, ზოგი სინდის ეძახის, ზოგი რაც გინდა ის დაარქვი, ხო, რა ფანტაზიას ნუ შეზღუდოთ, რაღაცა არის, ფაქტია რომ სულ არის. და არის აშკარად რაღაცა ფაქტი, რომ კიდე მუდმივად სულ რაღაცა იცვლება გარშემო. გამოდის, რომ მარტო ერთი ვერ იქნება. და მარტო მეორე ვერ იქნება. ანუ ეს არის ყველაფერი ერთად, ასე რომ ვთქვათ რა. და ეს ყველაფერი ერთად, აი ეს რაც თქვი, ძალიან კარგად თქვი, რომ ეს თავგადასავალი ჭირდება იმას, რომელიც სულ არის, რომ ცოტა ხანი დაივიწყოს სულ რომ არის და განიცადოს თავისი თავი. ხო და რატო აი იმ მარადისობაში, რომელსაც მე უნდა შეუერთდეს და სადაც იყო სანამ აქ მოვიდოდა, ხო ის სული, ჩემი თუ შენი თუ ისიც. იქ რას წაიღებს, მაგ გამოცდილებას წაიღებს? არაფერს იქ არ ჭირდება არაფრის წაღება და არც არაფრის მოტანა. მაშინ მარადისობისთვის რა შეჭირდება? აი ყოფიერი გამოცდილება სულს. აი მართლა იმიტომ რომ ის მარადიულია და სულ არის და იქ მუდმივი სიყვარული, ანუ სულ მუდმივი სამყაროს საწყისი სიყვარულის და აი ერთიანობის ნეტარების განცდა, უსაზღვრო, ულიმიტო განცდა არის ამ სამყაროს გამოუვლენებელი ფორმა. მაგრამ ჭირდება რომ აქ მოვიდეს და წუხარებაც განიცადოს, სევდაც განიცადოს, სიხარულიც განიცადოს, მაინც ჭირდება აქა. ანუ უნდა იცხოვროს, ასე რომ ვთქვათ, განიცადოს. და ამან უნდა დაივიწყოს ეს, როგორც ახლა აღმოსავლეთში ამბობენ, აი ამან დაივიწყა რომ არის სულ და შემოვიდა თამაში, იმიტომ რომ დატკბეს აი ყველაფრით, იმიტომ რომ აი თავისი ყველაფრით. კარგითაც და ცუდით, ეს კარგი ცუდია მარტო აქ არის გაყოფილი. ყველაფრით, იმიტომ რომ იქ სულ არის და ის მარადიული სიყვარულია, მაგრამ მარადიული სიყვარული თუ არ დაკარგე, ვერც მიაგნებ იმას. აი მაგალითი ავიღოთ. ბავშვები შეიძლება აი ქვიშაში ზღვისპირას ძალიან კარგად თამაშობდნენ ქვიშაში და კოშკები ააგონ და იქ ისინი და რაღაც წარმოსახვები და წარმოდგენები და მანქანები და რავი თელი ამბები გააკეთონ და თელი დღე ითამაშონ.
და შეიძლება ინტელექტმა რომ დახედოს დასული ადამიანის ინტელექტს თქვას რომ კარგი რა სილაში რა გათამაშებთ ხო აი დაისრულეთ რა არის საერთოდ ხო აი ერთობა მაგრამ ბავშვმა ის უნდა წარმოიდგინოს რომ ის ქვა მანქანა ის ჯოხი რომ თვითმფრინავია ის ფანტაზიის იმან დაივიწყა რეალობა რომ ის მართლა ჯოხია თორე იმ განცდას ვერ მიიღებდა რაც უნდა მიიღო მაგრამ ნახე ბავშვი მაგ დროს რო განიცადა თან იზრდება როგორც ადამიანი ეხა ნახე მაგი ჩვენ ვიზრდებით აი სულ იზრდება ამითი დიდრდება თუ რაღაც სულ მინდა რომ რა მისია აქვს ამას კარგი აი კაი ძალიან შორიდან დავიწყეთ მაგრამ დავიწყოთ რაღაცა ენერგია რომელიც სულ არის რომელიც არის მარადიული რომელიც არის გამოუვლენელი რომელიც არის ულიმიტო უსაზღვრო რომელიც არის ყველაფრის ასე რომ ვთქვათ შემოქმედი ენერგია და ეს არის სუბთა ცნობიერება რომელიც არის ყველაფერში აბსოლუტურად იმიტომ რომ სამყარო ცნობიერების გარეშე უბრალოდ არა მატერია ვერ იარსებოდა ცნობიერების გარეშე და არის სუბთა ცნობიერება რომელიც მატერიალიზდება მატერიაში და ყველაფერს აქვს ცნობიერება მათ შორის მაგიდასაც ყველა ნივთს ცხოველსაც მცენარეს ყველაფერს აქვს ცნობიერება მაგრამ მხოლოდ ადამიანის ნეირონული სისტემა არის იმ დონეზე დახვეწილი, რომელსაც აქვს უნარი, რომ ეს ცნობიერება გააცნობიეროს, ანუ თვითცნობიერი გახდეს. ანუ შეიმეცნოს. რა შეიმეცნოს? ცნობიერება, ანუ ცნობიერებამ საკუთარი თავი შეიმეცნოს. ხო, მე ვიცოდე, რომ მე ვიცი, მე ხო. ხო, აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რომ ძალიან ფილოსოფიებში რა გადავარდე და ძალიან რო იმას ვქნათ, სუბთა ცნობიერება სული, რომელიც მატერიალიზდება ყველაფერში, ნელ-ნელა ეს მატერია განიცდის ტრანსფორმაციას, განიცდის იხვეწება უფრო რთულ ფორმებში, ხო ხედავთ რომ არის ჭიანჭველის ნეირული სისტემა, მე არის უფრო დახვეწილი ნეირული სისტემა, მე დახვეწილი და ბოლოს ადამიანის ყველაზე დახვეწილი ნეირული სისტემა. და ადამიანის დახვეწილი ნეირული სისტემას აქვს მხოლოდ მას აქვს საშუალება, რომ აი ეს ცნობიერება გააცნობიეროს თავისივე პირველ საწყისში. ოღონდ ეს ხდება საკუთარ თავში, ანუ ნერვული სისტემა არის ჩვენი ის აპარატი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე თავში ფიზიკურ დონეზე და არა გარე სამყაროში ვიპოვოთ ის პირველი საწყისი, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ. და ეს არის ის, რასაც ამბობენ, რომ დასრულდა მოგზაურობა, როდესაც აი იმ პირველიდან ყველაფერი შეიცნო ინდივიდუალური ეს იმერთიდან ინდივიდუალური იმპულსი გამოიყო სულის, რომელმაც დაიწყო მოგზაურობა, გაიარა ყველა ეტაპი, როგორც აღმოსავლეთში ამბობენ და დაასრულა ისევ იქ, ოღონდ ცნობიერად. ხდი? აი ასეთი რაღაცა. ვაშლის კურკა. ვაშლის კურკაში არის პოტენცირებული თელი და ჩადებული და ჩაწერილი თელი სტრუქტურა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს იქიდან 10 მეტრიანი ვაშლის ხე პირობითად. უკვე მასში არის სტრუქტურირებული ყველაფერი. ანუ გამოდის რომ რა გამოდის ახლა კურკიდან კურკამდე, კურკა ხო, ხო, მე ის გაიზრდება, მოისხავს კიდე ის კიდე ისევ ხო. და მე ეს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და იხვეწება. ეხა ცოტა თან უკირკიტებ, ხო? ვერ გავიგე ეს ვის სჭირდება. მე როგორც ადამიანს, სულს როგორც მარადისობას, ღმერთს როგორც შემოქმედს, თუ არა აქვს მიზნობრიობა ამ მოგზაურობას. ამ მოგზაურობის მიზანი არის საკუთარ თავში დაბრუნება. ანუ ასე რომ ვთქვათ, აი ყველაფერი არის. რა არის ჩემ ეხა მე მესმის რომ მე ხა ტვინით და ლოგიკით ვცდილობ რაღაც ოკეანის გადმოტანას პატარა ღრმულში და გასაგებია, მაგრამ რადგან პოდკასტის ფორმატია, ვეცადოთ. მოყვები ყველა. ნახე, უკვე მარადისობაში არსებული სული მოდის ჩემთან, რომელიც არის რაღაც ლიმიტირებული რესურსი მაქვს და ჩემი გავლით მე უნდა მიმახვედროს, რომ ის არის მარადისობა. კაი, შენ თუ სულ სიყვარულს განიცდი, რა იცი რომ ეგ სიყვარულია? შენ არ ვიცი, მაგრამ რაღაცში მადარდებს სულ კარგად. ხო, ანუ სულ ერთნაირ მდგომარეობაში თუ ხარ, რაც არ უნდა იყოს, სულ ოქროში იჯდე. ხო, ის შენთვის აი შენ თუ სულ თელი ცხოვრება ოქროს მეტი არაფერი არ გაქვს ნანახი, იმ ოქროს ხო ვერ დააფასებ. ხო. იმიტომ რომ არ იცი რა არის ტალახი. მეხდი? ამიტომ ტალახი არის საჭირო იმისთვის, რომ ვარდი გაიზარდოს. არ ვიცით, რამდენად სწორია ჩემ მხრიდან ამის ჩაკირკიტება, თუმცა აი ეს ყოველთვის ვისაც ეს ეგზისტენციალური საკითხები აინტერესებს, სულ მაქვს ხოლმე ეს კითხვა, რომ რა მისია აქვს სულს, როცა ხდება განსხეულება.
ანუ რა მას უნდა რაღაცა მისია შეასრულოს, თუ ეს ჩემთვის კეთდება, ვისშიც განსხეულდა ის. ანუ ვისი მისია ეს ჩემი როგორც ადამიანის თუ სულის როგორც მარადისობის. არ ვიცი, შეიძლება საერთოდ არ არის სწორი კითხვა, მაგრამ მე ესეთ კითხვა მიჩნდება. მაშინ გამოდის, რომ როგორც შენ კითხულობ, როგორც მატერიიდან, როგორც ფიზიკური სხეული. არა, რატო? აი, დავუშვათ მე ვარ, რატომ როგორც ფიზიკური სხეული? აი, სული, მაშინ ინდივიდუალური სული. აი, ინდივიდუალური სული, ხო. ინდივიდუალური სული, რომელიც არის მატერიაში, სიტყვაზე ფიზიკურ სხეულში და შენაცნობიერებს რო სხვა ხარ და მე სხვა ვარ. რატო დასჭირდა სულს? მოდი ასე ვთქვათ, რატო დასჭირდა ინდივიდუალურ სულს, განსხეულებულიყო კონკრეტულ ადამიანში, იმისთვის, რომ განეცადა სხვა და სხვა მდგომარეობები, მაშინ, როდესაც ის იყო უკვე მარადისობაში, უკვე სრულყოფილი, უკვე ნეტარებაში. აი, ეს არის ჩემი გონებისთვის კითხვის ნიშანი. ოკეი. მაგაზე ორი პასუხია. ერთი პასუხი არის, რომ სანამ შენ თავად არის შეეხები იმ პირველ საწყის, მანამდე იქნება სუ თეორია და რაც არ უნდა თქვა, იქნება თეორია და თეორია. იმას რო შეეხო, გთავაზობ ტრანსცენდენტული მედიტაციის შესწავლას და მართლა ძალიან მარტივია და აი მივადგები. ხო, აი ზუსტად მიხვდები რაზე არის საუბარი. მაგრამ ცოტა სხვანაირად მაგაზე კითხვა რო დავსვათ, ეს არის რომ სულს არაფერი არ ჭირდება. ის უბრალოდ მაგ მდგომარეობაში ვარდება და სხვა მდგომარეობა არც არის, ეს ევოლუციურ ნაკადში არის მოქცეული ისეთში, რომ გინდა არ გინდა მუდმივ პროგრესში და მუდმივ მიმდინარეობაში აქვს საშუალება, რომ თავისივე თავი, ანუ ყველაფერი თავისივე თავში გააცნობიეროს. აი ესეთი რა. მოკლედ ნერვული სისტემა არის ის ადამიანის ნერვული სისტემა არის ის საშუალება, რომლითაც შეუძლია სუფთა ცნობიერებას გააცნობიეროს თავისი თავი მატერიაში. და ეს არის მიზანი ზუსტად, რომ ეხლა სიტყვაზე, აი ეხლა რასაც ვამბობთ, ჩვენ სულ ნეტარებაში ხარ, ვერ იგრძნობ იმ ნეტარებას. ამ ნეტარება რაღაცამ უნდა დაგაკარგინოს, რაღაც მდგომარეობით, რომ მე იგრძნო და დააფასო ის ნეტარება. ამიტომ თუ არსებობს მარადიული სიყვარული და ეს არის გამოუვლენელი ფორმა არამატერიალური სამყაროსი, რომელსაც ამობენ, რომ აი არის სამყარო ორი ფორმის. ეხლა წეგან რაზეც საუბრობდით, რომ ადამიანი არის ხო თან ცვალებადი და თან უცვლელი ორივე ერთდროულად არის. სამყაროც ეგრე არის. არის სამყაროს რაღაცა მდგომარეობა, რომელიც არის მარადიული და უცვლელი და რაღაცა მდგომარეობა არის მარადიული ცვალებადი. ხო? აი ეს უცვლელი რაც არის, ეს არის ტრანსცენდენტული, რაც არის ის პირველი საწყისი ენერგია, ეს არის პირველი ცნობიერების ენერგია, რომელიც მერე ტრანსფორმირდება და თავის აი მანიფესტაციით ახდენს აი იმას, იმიტომ რომ თუ დახვდებით იმაზე, რომ ყველაფერი ცნობიერება მათ შორის მაგიდა, ანუ ყველაფერი საიდღანაც იქნება და საიდანაც იქნება, იმას შეგვიძლია პირობითად დავარქვათ ღმერთი, ის მდგომარეობა. მაგრამ თუ ღმერთმა იცის, რომ ღმერთია, არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ იმან უნდა დაივიწყოს, რომ არის ღმერთი, როგორც იმ ბავშვმა უნდა დაივიწყოს, რომ თამაშობს და ის არის ჯოხი და უნდა ის ჯოხი მომენტში თვითრენია უნდა გახდეს, რომ აი ის შეიგრძნოს, ის რომ შეიმეცნოს. ანუ თუ ის მარადიული, რომელიც არის ულიმიტო და უსაზღვრო, თუ არ დაიყო მრავალფეროვნებაში და ამ დუალურ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, მაშინ ის მუდმივად იქნება. ასე ღმერთი ესე ჩვენით მოგზაურობს. ესე გამოდის რაღაც ჩვენი სუფთა ცნობიერება ქმნის ამ ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი თავი ბოლომდე გააცნობიეროს, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ სუფთა სიყვარული ისედაც სიყვარულია, მაგას არაფერი არ ჭირდება, მაგრამ აი სიყვარული უნდა დაიკარგოს, რომ მიხვიდე იმ მდგომარეობა. აი ბჰაგავად გიტაში, ბოდიში გაწყვეტნებ, ესეთ რაღაც არის ახსნილი ორი სიტყვით. კრიშნა უხსნის არჯუნას, რომ მე ყოველ ჯერზე ვივიწყებ ჩემ ღვთაებრივ წარმოშობასო, ყოველ ჯერზე ვივიწყებ, ანუ ყოველ ინკარნაციაში რომ შემოვიდე, რომ ვივიწყებო, რომ მე ღმერთი ვარო, რომ შედგეს თამაშიო. იმიტომ რომ შენ თუ იცი რომ ღმერთი ხარ, შენ თუ იცი ეს მიკროფონი შენ ახარ, ისიც შენ ახარ, ისიც შენ ახარ და ეს ყველაფერი რაც გარეთ ხდება, ყველაფერი შენში არის, მაშინ არაფრის აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი რაღაცამ უნდა დაგავიწყოს და ამ რაც დაგავიწყა ეს შენი ღვთაებრივი ნეტარება, ამას აღმოსავლეთში ეძახიან მაიას. ანუ ილუზიას. და რაც უფრო დიდი არის ცნობიერება, ერთი იმდენი უნდა იყოს კიდე მეორე ენერგია, რომელიც შენ ამას დაგავიწყებს. ნო? და თუ ეს ყველაფერი სუფთა ცნობიერება არის, ამ სუფთა ცნობიერების და ყველაფერი ამ ხელ ენერგია, მის საწინააღმდეგო ენერგია უნდა იყოს,
რომელსაც სანსარას ეძახიან, მაიას ეძახიან, სანსარა უკეტრებ. არის ის, რომ აი შენ ეს სუბტაცნობიერება დაგავიწყოს და თელი მუღამის ის არის, რომ აი გაიხსენო. საინტერესოა, თუმცა მე ახლა დავასრულოთ ეს თემა, შემდეგ საკითხზე გადავიდეთ, ჩემ საქმაში, აი როგორ უფრო მეტად ჩემთვის როგორ არის უფრო ორგანულად ახსაქმელი, იცი რომ მე ესე აღვქვამ, რომ ჩემი ინდივიდუალური სული არ არის ჯერ მომწიფებული მარადისობისთვის და ჩემით ესე ღმერთი უფალი სამყარო მაძლევს საშუალებას, შესაძლებლობას, რომ განვიცადო და გავიზარდო, ან ჩემი სულიც გაიზარდოს და შეუერთდეს მარადისობას. მე ამაში უფრო ვხედავ აზრს, თუმცა შეიძლება ასე არ არის და ეს ჩემი ინტერპრეტაცია. ეგრე არის. მეც იგივეს ვამბობ, რა შეიძლება ცოტა სხვანაირად. ხო, ცოტა სხვანაირად რა, მაგრამ აი ეგრე ახლა რა ჩვენ თქვი სწორად არის. ხო, მაგრამ ნახე ერთი ის არის მან ესა რომ მარადისობა ისედაც არის, სულ არ ჭირდება მაგას რომ შეუერთდეს. ანუ მე მაძლევს შანსს, ჩემ სულს აძლევს შანსს, რომ ხო, მაგრამ შენ სული საიდან მოდის? ხო და შეიძლება მარადისობის ნაწილია, მაგრამ არ გაზრდილა მარადისობამდე. ანუ მარადისობის შვილია, მაგრამ არ არის ოკეი. აი მე ესე აღვქვამ და მაშინ ჩემთვის აზრს იძენს ეს მოგზაურობა. თუმცა ეს არის ჩემი აღქმა, იმიტომ რომ გამიადულდეს რაღაც აღქმები. ეხლა შემდეგი საკითხი აუცილებლად სულ არის მუსირებს აი ეს მედიტაციებში სიმშვიდის თემა, რომ აი ბოლო-ბოლო მიზანი მედიტაციის იქნება თუ სულიერის დის არის, რომ სულიერ სიმშვიდეს მივახციოთ, ხო? აი რაღაცნაირად ცენტრის პოვნა თუ რაღაც და მე მაინტერესებს ეს სიმშვიდის მდგომარეობა არის, ასე ვთქვათ, საბოლოო მიზანი თუ სიმშვიდე არის ის ნიადაგი, რომლითაც მე კიდევ უფრო რაღაცა ღრმა არ ვიცი ნეტარებას დავარქმევთ თუ რაღაც კიდევ რაღაცა ექსტაზს თუ არ ვიცი. აი რომელია საბოლოო შედეგი, რა უნდა მივიღო ამ მედიტაციით? სიმშვიდე გაძლევს ცხოვრების საშუალებას. სიმშვიდე გაძლევს ნების თავისუფლების საშუალებას, ის გაძლევს სწორ განვითარების საშუალებას, ის გაძლევს აი ნამდვილად ცხოვრების და არაწვალების საშუალებას. იმიტომ რომ როდესაც ქაოსია, იქნება ეს თავში, იქნება ეს ემოციური, თუ რა ქაოსიც არ უნდა იყოს, ის არის დესტრუქციული, ყველა ვარიანტი, ის ევოლუციური და პოზიტიური ვერ იქნება. აი თუნდაც მაგალითად ეხლა საყოფა ცხოვრება მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი შეყვარებული ხარ სიტყვაზე. და ხშირად ყოფილა რომ შეყვარებული ადამიანები ძალიან სულერულ გადაწყვეტილებებს იღებენ ცხოვრებაში. შეიძლება შენც მიიღია, მეც ან ჩვენ მაყურებლებს რაღაცა, აი რომ მანამდე რომ გეშინო და ვერ ბედავდი, უფრო უშიშარი ხდები, უფრო ხო რაღაცა, ხო რაღაცას გიცვლის ის მდგომარეობა. იმ მომენტში შენ შეყვარებული ხარ, ხო, რაღაცას აღიქვავ, რაღაცას განიცდი და ეს განცდა შენ გჭირდება რაღაცისთვის. არა იმიტომ რომ შენ როგორც ინდივიდუალურმა რაღაცა აი სიტყვაზე გარეთ რაზე მიმართავ ამ სიყვარულს, მაგას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ნუ რაღაცას განიცდი. მაგრამ რაც არ უნდა ღვთაებრივი იყოს, რაც არ უნდა კარგი იყოს, შევთანხმდეთ იმაზე რომ შენი აღქმა იმ მომენტში არის დარღვეული. ანუ იმ მომენტში არის შეცვლილი, კარგისკენ, მაგრამ მაინც შეცვლილია. პებლები, თეთრი, ისინი, ყვითელი ფერები, რაღაც ვარდისფერი, და რა კარგია ეს სამყარო და აი ხო გიყვარს და ყველა გიყვარს. და ამ მომენტში ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება რომ შენი აღქმა რეალობის იყოს შეცვლილი ილუზიურულად, კარგისკენ, მაგრამ ილუზიურად. ასევე ბრაზი. როცა გაბრაზებული ხარ, სახლიდან რომ გამოხვიდე 100 მიზეზს იპოვი თუ რა კიდე რატო უნდა გაბრაზდე. კი. იმიტომ რომ ამ სამყაროში როგორც ამბობენ, სამყაროს მუშაობს რეზონანსის პრინციპით. აი შენ რაზეც რეზონირებ, ის ხდება გარე სამყაროში. გარეთ არაფერი არ იცვლებაო, ამბობენ. აი აქ იცვლება და აქ რაც ხდება, მე ის რეზონირებს გარე სამყაროსთან. ანუ გამოდის რომ რაღაც დონეზე ემოცია იქნება, ფიქრი იქნება თუ გარე მდგომარეობა განსაზღვრავს ჩვენ არსებობის ხარისხს, ასე რომ ვთქვათ რა. ეხა შენ თუ გააქვს ემოციური ინტელექტი, ანუ იმის საშუალება, რომ ბოლო-ბოლო გააცნობიერო, რომელი ფიქრი რა ფიქრია, როგორი ფიქრია, საიდან მოდის, რა ემოცია და აი ის როგორც თქვით, რომ ეს ყველა ფიქრები და ემოციები არის ინფორმაციის მატარებელი და შენ ეს ინფორმაცია მიიღო, გააცნობიერო და ოკეი, всё, იმად დამთავრდეს და აღარ აყვე და აღარ გახდე იმის მსხვერპლი, ეს მოგცემს საშუალებას, რომ შენ მუდმივად სიმშვიდის მდგომარეობიდან იმოქმედო. ანუ დაგეგმო. ეხა რაღაცას თუნდაც გადაცემას ან რაღაცას პროექტს როცა გეგმავ, ეხა სად როცა ნერვიულობ თან გახარებული ხარ ზედმეტ ან გაბრაზებული ხარ, ხო ვერ დაგეგმავ ისე სწორად, ხო ვერ დაინახავ სრულ რეალობას. იმ რეალობას, რომელიც შეიძლება თვალწინ გქონდეს. გაბრაზებული ხარ და აი შეიძლება გამოსავალი აი ცხვირწინ გიდევს, მაგრამ ვერ ხედავ, იმიტომ რომ გაგიჟებული ხარ, გაბრაზებული ხარ საერთოდ.
ამიტომ ამ შემთხვევაში მინიმუმ გჭირდება სიმშვიდე, რომ აი ყველაფერს რო თავიდან უნებოთ, აი უკეთესი ცხოვრების ხარისხი რო გქონდეს. წონასწორობაში რო იყოს. ზუსტად. და ამ სამყაროში აი რაც დავიწყეთ, აი თავიდან სულ მუდმივი ტრანსფორმაცია, მუდმივი ცვლილება, სულ მუდმივად მიმდინარეობს ეს პროცესი, სულ მიმდინარეობს. და ეს არის ისეთი ენერგია, რომელიც არ ჩერდება. და ამას ქვია ევოლუცია, ამას ქვია ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია კი არ არის ამ სამყაროს თვისება. ეს არის უბრალოდ კანონი არ არის, რომ ამობენ ერთ-ერთი კანონი. ეს არის თვისება. ტრანსფორმაცია რო არ არსებობდეს, სამყარო ერთ ადგილზე იდგებოდა, ანუ არ შედგებოდა, ხო? და აი ამ სულ მუდმივ პროგრესირებად პროცესში, სადაც შენ ცხოვრობ და სულ მუდმივად რაღაცა იცვლება, შენც იცვლები, მეც ვიცვლები და სულ მუდმივად რაღაცა იცვლება. და ეს ცვლილებები ძირითადად ხორციელდება არასწორი მიმართულებით, იმიტომ რომ ხან რაღაცა გვეშინია, ხან რაღაცას გავიცით, ხან დამუცველები ვართ, ხან ეგო გვაწუხებს, ხან იქ აპარტავნება, ხან აბა იმას როგორ აკადრეს, ხან ეს ხან ხშირად. ჩვენს წონასწორობას. სიმშვიდეს აი აქ რომელიც არის, აი აქ კარგდა, აი დაკარგულია ძალიან დიდი ხანია, ძალიან ბევრი საუკუნეა და ყველა მაგას გვეუბნება რომ მან დაბრუნდითო სოკრატიდან დაწყებული და ყველა ფილოსოფოსი და ყველა რელიგია, აბსოლუტურად ყველა რელიგია, ყველა რელიგიური მიმართულება, ყველა ფილოსოფიური მიმართულება, ყველა იოგა, ყველა იგი გურუ ერთ მიმართულებას გაძლევს და ეს მიმართულება აქ არის და არა სადღაც გარეთ. და იესო ქრისტეს მაგას გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველი შენში არის, აი ეს შენში არის ეს ნეტარების და სიმშვიდის მდგომარეობა და არა გარეთ. რაში გჭირდება ახლა სიმშვიდის მდგომარეობა? რომ შენ შეძლო იმოქმედო აი ამ მდგომარეობიდან, არა მარტო იაზროვნო, იმოქმედო. შესაბამისად, ფიქრიც აზროვნებაც, მოქმედებაც იქნება უკვე სუფთა და არ იქნება დამახინჯებული წეღანას თქვით სტრესებიდან გამომდინარე. და შესაბამისად უფრო მეტი შანსია, რომ ცხოვრებაში უკეთესი ცხოვრების ხარისხი მიიღო. არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. აი სპორტსმენი ხარ, სიმშვიდე გჭირდება? ილია თოფურიას რო უყვირის, აი ესა რა ქვია, მწვრთნელი რო მშვიდად ილია მშვიდად ჩხუბი, მშვიდად იმას ხო ნიშნავს დადექე და გირტყანო და არ გაინძრევა, ხო? მშვიდად იმას ნიშნავს, ხო, აი არ აყვე ემოციას, არ აყვე იმ მომენტში, არ გაბრაზდე, იმიტომ რომ თუ გაბრაზდე წააგებ. ხო, მივხვდი? ხო. აი ეგ არის ეს მდგომარეობა. აი ნახე ხა ერთი და იგივე მდგომარეობას ყველა ჩვენ სხვადასხვანაირად ჩვენში გულისხმობთ თელ კაცობრიობას. ხო. გადაცემამდე ცოტა გავისაუბრეთ და რამდენიმე საინტერესო სიტყვა ახსენე, მაგალითად ნირვანა და სატორიც ვახსენეთ, ხო? ნირვანა და სატორი არის ერთი და იგივე აბსოლუტურად, ოღონდ ბუდისტები ეძახიან ნირვანას და ბუდა ხსნიდა ნირვანას და ეს არის აი სანსარა და ნირვანა და არიქა იქას ხელოსნება და ზუსტად იგივე საუბრობდნენ იაპონიაში და სატორის მდგომარეობას და ეს ხსნიან. სატორის მდგომარეობა არის ის მდგომარეობა, როდესაც სამურაი ისეთ ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში არისო, რომელსაც ესმის როგორ იზრდება ბალახიო. იმას კი არ ამბობენ ისეთი გათიშული ლენჩივით ძისო, რომელიც საერთოდ აზე არ არის რა ხდებაო. არამედ ხო, ეს არის ორი პოლუსის ერთდროულად შეერთება, ღრმა სიმშვიდე და მოქმედება ერთდროულად და პოტენციალი მოქმედების არის სიმშვიდიდან. ნახდი, რაც უფრო მეტად მშვიდი ხარ, უფრო მეტი პოტენციალი გაქვს, რომ სწორად იმოქმედო. ანუ ეს აი სატორის ახსნა ეგ არის ზუსტად. სამურაი იმ მდგომარეობაში ისეთ ღრმა სიმშვიდეშია და ისეთ ღრმა ცენტრში აქვს თავის აი სიღრმეში აქვს თავის ცენტრი ნაპოვნი. მაგრამ ეს სიმშვიდე და უმოქმედობა სილენჩეს კი არ ნიშნავს დებილივით კი არ არის, არამედ სრული სიცხადე აქვს. აი კიდე სხვანაირად რო ვთქვათ. აი მაგალითად მშვილდის არის ანალოგია ავიღოთ. მშვილდის არის ვიღებთ და უკან წევთ ის არის. ხო? და ეს არის მაგალითად ტექნიკა. მე TM-ზე რო ახსენეთ, TM-ზეც ძალიან კარგად შეესაბამება ეს, რა, მაგალითად ტექნიკაა, რომელიც გიადვილებს რაღაცას. TM-იც ეგრეთია, ტექნიკა გიადვილებს რაღაცას. ეხლა ეს რაც გიადვილებს. ამ მომენტში ეს ის არის, რომ მომართული და შეყენებულია, ხო? იქ ხელით რო გიჭირავს, ხო? საერთოდ არ არის მოძრაობა, ხო? ნული მოძრაობა არის იმისაში. არაფერი არ ჭირდება, დგას თავისთვის, საერთოდ არანაირი მოძრაობა. მაგრამ სულ მცირე ჭირდება, სუთითები უნდა გაუშვა, მეტი არაფერი, არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება და ის არის, უფრო შორს გავარდება და უფრო შორს სწორად მოხდება მიზანს, ვიდრე ხელით გესროლა, ხო ეგრეა. ანუ გამოდის, რომ აი ამ დროს ამ ისარში თან სრული უმოქმედობაა, მაგრამ მთელი სრული პოტენციალი ერთდროულად არის. აი ეს არის მდგომარეობა, რომელიც არის ნამდვილი მდგომარეობა. აი ამ მდგომარეობას თუ მიაღწევს ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა მოქმედება, მისი ყველა გადაწყვეტილება, მისი ყველა ფიქრი იქნება თუ ემოცია იქნება, არის სამყაროსთან თავიდან ბოლომდე შეთანხმებული, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად ვერ მოხდება სამყაროს წესრიგს და ბუნების კანონს ვერ დაარღვევს, იმდენად ღრმა სიმშვიდეში არის თავად აი ამ მდგომარეობაში, მაგრამ კიდე იმას ვიმეორებ, რომ ეს არ არის
მეხსიერების დაკარგვა სიტყვაზე და დაგავიწყდება ყველაფერი და არაფერი აღარ გემახსოვრება. ან ის არ არის რომ რაღაცა ყველანი ჩვენი ნიეტობას დავკარგავთ და ერთმანეთში გადავიზილებით და შენ აღარ იქნები და მე აღარ ეგ არ არის ეგრე. ამ სამყაროში ყველაფერი განსხვავებული აბსოლუტურად, ყველაფერი აბსოლუტურად. აი არ არსებობს ერთი და იგივე ნივთი საგანი ბუნებაში. აი ხლა რა მაინტერესი, აი ეს მდგომარეობა, ეს ცენტრირებული მედიტაციური სიმშვიდის მდგომარეობა, რაზეც საუბრობთ, სადღაც აი რეალობასთან ურთიერთქმედებაშიც ადეკვატურად ხდის, ხო, გვაქცევს, ანუ ყველაზე ოპტიმალურ პოზიციაში გვაყენებს, რომ რეალობა რეალობის აღქმის საშუალება, დანარჩენი არის ილუზია. ეხლა შენ რო გახარებული ხარ და შეყვარებული ხარ და გამოდიხარ და პეპლებს და ვარდისფერ ფერებში რო ხედავ ყველაფერს, ეგ არის რეალობა, არ არის რეალობა. ეგ შენ გიკეთია სათვალე, რომელიც არის ვარდისფერი ფერის. აი მომენტში ვარდისფერ ფერებში აღიქვა ყველაფერს. არ ვაფასებ რომ ცუდი ან კარგია, მაგრამ არ არის რეალობა. აი რატო შეიძლება რომ ადამიანი იწყებდეს რეალობიდან გაქცევას? იმიტომ რომ ზუსტად ამ სიმშვიდის ცენტრს ვერ პოულობს. ზუსტად. ხო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ჩვენი არის ეს მდგომარეობა. ეს სიმშვიდის ღრმა, სიმშვიდის მდგომარეობა არის ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ ვართ ნეტარი არსებები. აი წარმოიდგინე ახლა ესეთ რაღაცა. ძალიან დიდი ტყუილი, რომელიც არის გავრცელებული სამწუხაროდ თელს სამყაროში, რომ ადამიანი არის გაჩენილი ტანჯვისთვის. ეგ არ არსებობს. უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს ეგეთ რაღაცა. არ არსებობს შემოქმედი, რომელიც თავის შემოქმედებას შექმნის ტანჯვისთვის. უბრალოდ ფიზიკურად ეგეთ რაღაც არ არსებობს რა სამყაროში. ბედნიერებისთვის ვართ. ჩვენ ყველა რელიგიური ტექსტი მაგას გვეუბნება. ჩვენი რელიგიაც სხვებს რო თავი დავანებოთ. ჩვენ ვართ სახეთ და ხატად შექმნილი, ხო? იმ უზენაესის, რომელიც არის თავად სიყვარული და თავად ნეტარება. ანუ გამოდის რომ თუ ჩვენ იმ ნეტარების შვილები ვართ, ჩვენ ტანჯვისთვის არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ჩვენც ნეტარებისთვის ვართ. მაგრამ ტანჯვა იწყება მაშინ, როდესაც ვერ ვიღებთ იმ კუთვნილ ნეტარებას, რაც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის და ვეძებთ. აი ნახეთ, ესე იგი თქვა, რასაც ამბობ ახლა, რომ ესე იგი ადამიანს ჩვენ გვაქვს თანდაყოლილი ტოლვა ნეტარებისკენ, ანუ სწრაფვა მოდი. აბსოლუტურად. აი ამიტომაც შეიძლება ალბათ ხო რომ ის ადამიანები იწყებენ მოხმარებას ნარკოტიკული საშუალებების მათი ეს იმპულსი არის ძალიან ადამიანისთვის დამახასიათებელი და სადღაც შეიძლება ღვთაებრივიც ანუ საწყისი განზრახვა თუმცა მე აცდნენ გზას და რაღაცა ხელოვნური ბედნიერების ძიება დაიწყეს აი მოდი ვიმსჯელოთ ხო თუ გავაგრძელებთ ამ მსჯელობას, რომ აი ჩვენ ვართ ნეტარებისთვის შექმნილი და უბრალოდ იმიტომ ვიტანჯებით, რომ არ ვიცით ეს ნეტარება, აი როგორც რელიგიური ტექსტებიდან ვიცით, გამოგვაბურძუგეს 64-დან და დაიკარგა ცათასასუფეველთან კავშირი, მაგრამ ჩვენ ვართ ნეტარებისთვის შექმნილი, თუ დავაკვირდებით ყველა ჩვენ მოქმედებას იმისთვის ვახორციელებთ, რომ ვეძებთ რეალურად ნეტარებას. ადამიანებთან ურთიერთობაში იმიტომ შევდივართ, თუნდაც პარტნიორებს, იმიტომ ვთხოვდებით, იმიტომ ზოლი, იმიტომ ოჯახდებით, იმიტომ ვიძენთ ნივთებს, იმიტომ ამთავრებთ უნივერსიტეტებს, ყველაფრის მიზეზი არის ნეტარება და ბედნიერება. იმიტომ რომ ჩვენ გგონია, რომ თუ გვექნება მანქანა, კარგი, ვიქნებით ბედნიერები, ჩვენ გგონია, რომ სახლი გვექნება, ვიქნებით ბედნიერები, ჩვენ გგონია ახალი ტელეფონი, ახალი ჩანთა, მერე ვიქნები ბედნიერი, აი ამ ბიჭთან კი არა, იმ ბიჭთან ვიქნები ბედნიერი, ამ ალკოჰოლს კი არა, იმას რო დავლე მე ვიქნები ბედნიერი, ამ დრაგზე კი არა, იმ დრაგზე ვიქნები, აი სულ სადღაც არის და სულ სადღაც ვეძებთ. და რეალურად აი ამას ვეძებთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის და დაკარგული გვაქვს და აი ამას რო ვერ ვიღებთ, მე იწყება ტანჯვა. და რეალურად ნარკოტიკებს, აი მე პირადად, აი თუნდაც მედიტაციური და ისედაც კონსულტაციებზე რაც შეხება მქონია, აი 95%-იანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ ვისაც აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებთან შეხება, ყველა ეძებს ნეტარებას, აი ზუსტად იმ ნეტარებას, რომელიც აქ არის, ზუსტად იციან რას ეძებენ, მაგრამ არ იციან, ვერ ხვდებიან, გრძნობენ და აი ამის ილუზორულ მდგომარეობას პოულობენ ალკოჰოლში, პოულობენ ჭარბ სექსში, პოულობენ პარტნიორებში, პოულობენ სკროლვაში, პოულობენ ნებისმიერ დესტრუქციულ გამოვლენებაში, რომელიც არის რეალურად ყველაფერი გაქცევა. გაქცევა საიდან? საკუთარი თავიდან. რატომ? იმიტომ რომ ვერ იღებ იმ ნეტარებას, რაც გინდა მიიღო, იმიტომ რომ სავსე არის ნერვულ სისტემას სტრესებით, როგორც რითაც თავიდან დავიწყე. და ტკივილით. და რას აკეთებს თუნდაც ალკოჰოლი, ან თუნდაც მარიხუანა, ან ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული ნივთიერება. ყველას ერთი ეფექტი აქვს აბსოლუტურად. ეს რაც შეეხება პრეპარატებს. ხო, არის ცნობიერება და სხეული და რეალურად ცნობიერება და სხეული ერთი და იგივეა. გონება და სხეული ესე რა ვიღოთ, მაგრამ ერთი და იგივეა, ჩვენ ვყოფთ. ერთმანეთზე ძალიან დიდი გავლენა აქვს.
და როდესაც ნარკოტიკს ვიღებთ რაღაცას, ან თუნდაც ალკოჰოლს მოვიხმართ, ამათ აქვს საშუალება, რომ გათიშოს ცნობიერება სხეულიდან. ანუ ცნობიერება ვეღარ აღიქვავს დასტრესილ სხეულს, აი იმ ტკივილს, აი იმ ტანჯვას, რაც სტრესები ცხოვრების განმავლობაში ვაგროვეთ და რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ნორმალურად აღვიქვათ და კიდე იმაში გვატრიალებს და სამსახურში ტრიალებს. ამას აი წკაპს გიკეთებს ძალიან მარტივად. და აი ამ წკაპს რო გაკეთებინებს, ცნობიერება ვეღარ აღიქვავს დასტრესილ სხეულს და ის ნეტარება, რაც არის იმ მომენტში განცდა არის ილუზია იმისი. რომ აი ის აი და განთავისუფლება რეალურად ეგ არის, რომ თითქოს ბარგი მოხსნეს რა, რეალურად აი ბარგს ვეღარ გრძნობ, ანუ შენ ვეღარ გრძნობ იმ შენ დასტრესილ სხეულს. და არის იმ მომენტში ნეტარების აღქმა. და აი ამ მდგომარეობის მიღწევა შეიძლება ნარკოტიკის გარეშეც. აბსოლუტურად. აი ნარკოტიკის გარეშე რო ვერ მიაღწიე მაგ მდგომარეობას, მე ილუზიურებული გახდი, რომ ვინც აი ნარკოტიკებთან ვისაც ქონია პრობლემები და იწყებენ მედიტაციას 99% თვალებს რა ხელს ეგრევე ხვდება რა საერთოდ ზედმეტი ლაპარაკი აღარ ჭირდება რა არც ახსნა არც ზუსტად იციან რა ხდება. იმიტომ რომ მაგას ეძებდნენ ყველაფერში, დაისახიჩრეს თავი, გაინადგურეს ნერვული სისტემა, გაინადგურეს ცხოვრება და თურმე აქ ყოფილა. და საერთოდ არაფერი არ ყოფილა საჭირო იმისთვის. ანუ ეს არის ყველაზე მძაფრი მოთხოვნილება აი მაგ შიმშილის, რომელსაც ქვია სიმშვიდე. და ეს სიმშვილი გადადის ყველაფერში, მე უკვე დესტრუქციულ გამოვლენებაში. და ეს აი აქ, აი ამ მომენტში თუ ადამიანმა გააცნობიერა, რომ რეალურად წყარო ყველაფრის, მათ შორის ფიქრებისაც, რომელიც ჩვენ თავში მოგვდის, არის აი აქ ჩვენივე თავში რეალურად, იმიტომ რომ ეს არის საწყისი ყველაფრის სამყაროსი და აი ჩვენივე საწყისიც და მასთან ურთიერთობას არაფერი არ ჩუამავალი ჭირდება, არც არაფერი არ ჭირდება, უბრალოდ ყურადღების მაქსიმალურად სიღრმეში შენ საკუთარ თავში გადატანა გჭირდება. აი ეხლა მოდი მივადექით მე მგონი და ბარემ ვიკითხავ და უკვე დასრულებისკენ წავიდეთ. აი ხშირად როცა საუბრობ ხელი მიგაქვს რაღაცა ჭიპის ზემოთ ხო ცოტა ესე რაღაც სადღაც აქ აი ტრანსცენდენტულ მედიტაციას მივადექით მე მგონი ხო ჯერ მაინტერესებს რითი განსხვავდება ტრანსცენდენტული ჩვეულებრივი მედიტაციისგან და რა ხდება აი აქ არა ის არის ფეხზე რო ვიდგეთ უფრო ხომ ჩამოწედი ხას არ ჩამოდის სად უნდა ჩავიდეთ აღარ არა ეს პირობითია ჩასვლა ასვლა მართლა პირობითია იმიტომ რომ ეს მართლა ტვინის რაღაცა ხდება რო დავასრულოთ და აი თან გადავიდეთ ნარკოტიკზე მაგალითად ეს შევთანხმდით რომ ამ წკაპს აკეთებს და ნებისმიერ გააჩნია მე რა პრეპარატი მიიღე ის თავის გავლენა გაივლის და დაბრუნდება ცნობიერება სხეულში უფრო მეტად დასტრესილი დახვდება ვიდრე მანამდე იყო ამიტომ იზრდება მოთხოვნილება იზრდება დოზა და ნუ იზრდება იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი უნჭირდება იმიტომ რომ უფრო მეტად სტრესი ხვდება და უკვე სტრესს უფრო მეტი ჭირდება რომ ეს გააკეთებინოს და რაც არის ყველა ვარიანტი ჩიხი. უბრალოდ აქედან გამოსავალი არ არსებობს. ძალიან ძიმე დაავადებები, ფსიქიკური და არა მარტო და ნუ ისედაც და მე კარმული ოჯახზე, მოკლედ ძალიან ცუდია. მედიტაცია რას აკეთებს? მედიტაცია ამას პირიქით სხეულს და ცნობიერებას კი არ თიშავს ერთმანეთსგან, არამედ პირიქით აი ამთლიანებს და აი ეს გამთლიანება იმდენად სასიამოვნო და იმდენად შუმი და იმდენად მშვიდი არის და ამ გამთლიანებისთვის არ ჭირდება არაფერი გარედან მიღებული ნივთიერება, იმიტომ რომ გარე სამყაროდან რასაც ვიღებთ, ყველაფერს საფასურს ვიხდით. დავლიეთ მე და შენ სიტყვაზე დღეს საღამოს, კარგად გავერთეთ, ხვალდილით გადავიხდით. ხო? ნაბახუსა. ხო, ყველაფერზე ეგრეა, იმიტომ რომ გარედან აი ეს მედიტაცია არის არა მარტო ეს ტემზე რომ ნებისმიერი მედიტაცია არის ის რის საფასურსაც შენ არ იხდი, იმიტომ რომ ეს ისედაც შენში არის და ეგ არის. პირიქით ჯილდოს იღებ. კი ბატონო. და აი ამ დროს ჯილდო ის არის, რომ აი ამ შენი ცნობიერება სადღაც კი აღარ გარბის. არამედ აი აქ არის და აი აქ ცნობიერება როცა სხეულშია, ამას აქვს საშუალება, რომ რეგენერაციის წყალობით სხეულმა დაიწყოს გასუფთავება საკუთარი თავის. და იწყება ამ სტრესებისგან განთავისუფლება და რაც ამას უფრო ხშირად ვაკეთებთ, უფრო და უფრო ნაკლები სტრესია სხეულში დარჩენილი და უფრო მეტი სიმშვიდეა, უფრო მეტი სისუფთავეა და უფრო მეტი კავშირი და ჰარმონია არის სამყაროსთან. ეხლა როგორ ხდება ეს ტრანსცენდენტული? აი როგორ ხდება ტრანსცენდენტული მედიტაცია და რატო არის რატო დავიხვიეთ ხელზე და აგერ ის ძალიან პოპულარული გახდა. ძალიან პოპულარული გახდა და აგერ სამნიუზის ხედვარ და ორი ტემს აბრაკიოთ ხო ოპერატორი ხო ხო ჯერ ერთის იმაზე შევთანხმდეთ რომ ეხა ეს საუბარი ხო არის პოდკასტ ხო ჩავიწერთ აი ტემის სწავლებას რო გაივლი მე ერთხელ კიდე დავждეთ და იგივე თემებზე ვისაუბროთ კი ბატონო აი შევთანხმდეთ ხო აი მე უკვე აღარ ვიქნებ კრიტიკოს სკეპტიკოსი ხო აი უკვე შენი ცოტა სხვა გამოცდილები და შევადაროთ მე აი შეგვიძლია ეგეთ ექსპერიმენტი ჩავატარო ძალიან მარტივი გასაკეთებელი მე ვძაბვა
რატო არის TM ყველაზე მარტივი ტექნიკა? იმიტომ რომ არ ჭირდება არანაირი ძალის ხმევა. არ ჭირდება კონცენტრაცია, არ ჭირდება არაფერი მონდომება, არ ჭირდება დაკვირვება, არ ჭირდება საერთოდ ენერგიის დანახარჯი, არაფერი არ ჭირდება. არის ძალიან მარტივი და ძალიან ბუნებრივი, იმდენად ბუნებრივია, რომ ისედაც რასაც აკეთებ 24 საათის განმავლობაში, იმას აკეთებ. ანუ ფიქრობ. ანუ აქ ფიქრს კი, ანუ შენ ხო 24 საათის განმავლობაში როგორც შევთანხმდით, სულ ფიქრობ, მეც სულ ფიქრობ და ყველა ფიქრობთ, ანუ გვინდა არ გვინდა და ვერავინ ვერ მეტყვის და ვინმე თუ იცით ეგეთი ადგილი კომენტარებში დაწერეთ, დიდი სიამოვნებით ხვალვე წავალ. და შეიძლება აღარც დავბრუნდეთ, თუ იცით სადმე ადგილი, სადაც თავში ფიქრი არ მოდის ამ დედამიწაზე, აი ნებისმიერ ადგილზე მომწერეთ და მივდივართ. ჩვენ ყველანი იქ მივდივართ, მაგრამ არ არსებობს ეგეთი ადგილი. ანუ დედამიწაზე, დედამიწის ნებისმიერ სივრცეში ფიქრი სულ არის და 24 საათის განმავლობაში სულ არის. ეს არ ექვემდებარება არც განზომილებას და არც დროს. სულ მუდმივად არის. და ისედაც მაგას აკეთებ, ისედაც ფიქრობ და როგორც ამბობენ ექიმები, 60-დან 80,000 ფიქრამდე ხდება ჩვენ, აი რასაც ვიღებთ რა 24 საათის განმავლობაში. ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანი. წარმოიდგინე, რამხელა რაოდენობაზე ენერგიის რამხელანა რაოდენობა იხარჯება არაფერში უბრალოდ, რომელიც არც ჩვენ არ გვეკითხება, საერთოდ თავისით მიდის. და დღეში ორჯერ 20 წუთის განმავლობაში იგივე საკეთებ, ოღონ აი ამ შემთხვევაში ფიქრობ, ოღონ ცოტა სხვანაირად რაღაცა. აი, მოდი მივყვეთ. დავჯექ, ახლა ვიწყებთ ტრანსცენდენტულ მედიტაციას. ახლა რას ვაკეთებ? ტრანსცენდენტული მედიტაციის დროს ვიყენებთ მანტრას, რომელიც არის იგივე ფიქრი, ესე რომ დავარქვათ, ანუ სიტყვები არ ასოები არის, ესე რომ ვთქვათ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბგერებია, რომელიც არის სპეციალური ვიბრაციის, რომელსაც არ გააჩნია არანაირი შინაარსობრივი, ესა, დატვირთვა არ ქონია, რომ ფიქრმა არ წაგიღოს, იმიტომ რომ როგორც თქვით, ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას რო ვიფიქროთ. რო არ მივცეთ მიმართულებას საითი ფიქროს, ტვინმა არის სპეციალური მანტრები, ეს არის ძველი ვედური ტრადიცია და ამდენი საუკუნის განმავლობაში გამოცდილია რომ მუშაობს. და არის ესეთი პატარა ვიბრაციები, რომლის გამეორების შემთხვევაში გონებას აძლევს საშუალებას ეს მანტრა, რომ მიმართული რამე მიმართულებით კი არ იყოს, დაიწყოს საკუთარ თავში ჩაძირვა და საკუთარ თავში მივიდეს აი იმ პირველ საწყისამდე, საიდანაც მოდის საერთოდ ფიქრი. ანუ ჩვენ ფიქრის პროცესს ვხაკავთ ისეთი ფიქრით, რომელსაც არ გააჩნია შინაარსი და ფიქრებს თუ შინაარსი აქვს და ზედაპირზე გონებას ატივტივებს, ამ ფიქრით გვაქვს საშუალება, რომ იმ ფიქრების წყარომდე მივიდეთ და ფიქრების წყარო არის ის პირველი ინსტანცია, საიდანაც მთელი სამყარო იქნება. ეს არის ის პირველ წყალო ყველაფრის ის შემოქმედებით გონი, რაზეც ქონდა საუბარი. ანუ გამოდის, რომ ის დესტრუქციული თუნდაც ჩვენთვის რაღაცა რო ვებრძვით თელდღე ფიქრებს, რაღაცა რომელიც ძალიან არ მოგწონს და გვინდა რომ ფიქრები არ გქონდეს, ტრანსცენდენტული მედიტაცია არის ძალიან მარტივი ტექნიკა, როგორ შეიძლება აი რაღაცა ტექნიკით, აი ეს შენ რაც ხელს გიშლის, საშენოდ გამოიყენო და მიხვიდე იმ მდგომარეობამდე. და როგორ ვიცი, რომ როგორ მივხვდე, რომ აი იქ ვარ? ძალიან კარგი კითხვაა. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად როცა ტრანსცენდირებ, ანუ ტვინი როცა ტრანსცენდირებს, ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეს არის ის სივრცე, რომელიც არის გონების, ფიქრების მიღმა მდგომარეობა. აი, ხო წევან რო ვთქვით, რომ დედამიწის ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერ დროს ფიქრი სულ არის, ერთ-ერთი სივრცე, სადაც ფიქრი არ მოდის, ეს არის ტრანსცენდენტი. ეს არის გონების ჩარჩოს, ანუ ფიქრების პროცესის მიღმა მდგომარეობა, სადაც არც ემოცია, არც ფიქრია, სადაც ჯერ არ გაჩენილა არც ემოცია და არც ფიქრი, საიდანაც უნდა დაიბადოს. აი ეს სრული სიმშვიდე. ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებთ, აი უბრალოდ სულთა მატერიალურად რო შეხვედოთ, როცა 24 საათის განმავლობაში 80,000 ფიქრს რო ფიქრობს, შენი ტვინი და სულ რო ქაოსში არის. აი ამის ფონზე რო წამები რომ გაატაროს იქ, იმხელა ეფექტს იღებს უკვე, აი სიმშვიდის და იმხელა რესურსი იღებს, რომ იქ წამები გატარებული უფრო მეტად რესურსულია. ხომ რესურსული იმიტომ კი არა, რომ ქაოტურად, არამედ უკვე კონკრეტულად მიმართული არის და იმიტომ იზრდება კონცენტრაცია, იზრდება IQ, იზრდება ემოციური ინტელექტი ტრანსცენდენტული მედიტაციით. იმიტომ რომ მთელი მუღამი ის არის, აი ამ მედიტაციის, მთელი საიდუმლო ის არის, რომ იყენებს ბუნების კანონებს. და ბუნების კანონი ერთ-ერთი არის ამ სამყაროში, რომელზეც ეს სამყარო არის ძირითადად დაფუძნებული და მიმდის და არც ერთი ფიზიკის კანონი ამ კანონს არ დაარღვევს, არის ის, რომ სამყარო ყოველთვის ვითარდება იმ მიმართულებით, სადაც ნაკლები ენერგიის დახარჯით მიაღწევს მაქსიმალურ ეფექტს. ამიტომ TM-იც არის, აი ზუსტად ეს ფორმულა გადმოტანილი მედიტაციაში, შენ ისედაც რასაც აკეთებ 24 საათის განმავლობაში, ამას აკეთებ ოღონდ უკვე მიზან მიმართულად, რომელიც მანამდე თუ გაგონკავებს და ცუდი ფიქრები მოგდის და აი ცუდი შეიძლება იყოს დესტრუქცია, ნეგატიური ფიქრები, აი ეგ პროცესი, რომელიც შენთვის დამაზიანებელია, შეიძლება შენი მკურნალი გახდეს.
იმიტომ რომ შენ ცნობიერებას როგორც კი დაატრანსცენდირებ, ანუ შენ ცნობიერებას როგორც კი ჩაწევ ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობამდე, ავტომატურად უფრო მეტი სიმშვიდე შემოვა და სიმშვიდე რო კარგია, დავხვდებით ყველა. კი ბატონო, იქ რამეს ვხედავთ ახლა, ვარ იქ, არაფერი, რა გამოცდილება მესმის რომ ეს უნდა გამოცადო და ამაზე სიტყვებით ლაპარაკი არ არის აკურატული არ ვიცი ქართული სიტყვა არის თუ არა. ზუსტი. თუმცა, მაინც რომ ვეცადოთ ავხსნათ, ხო? რა გამოცდილება, ანუ ამ მდგომარეობაში ახლა მე გამიგია, რომ ზოგს რაღაცა ხილვებივით აქვს, რომ თითქოს წყალშია, თითქოს სადღაც იძირება, ანუ ზოგი ცასხედავს. ეს რაღაცა ის არის ჭუჭყები და წარმოსახვები თუ რას უნდა განვიცდიდე, რომ თქვა, რომ ზუსტად შეიძლება ბევრს ვაწყენინო, მაგრამ მედიტაციის მასწავლებელი ვარ და უნდა თქვა მედიტაციის დროს რაც ხდება, ყველაფერი არის სტრესის განთავისუფლების პროცესი და არანაირი კავშირი რეალობასთან მას არ აქვს და ყველაფერი არის ფანტაზია და მაგას თუ ავყევით, ძალიან მალე შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელსაც ფანატიზმი ქვია. მედიტაციის დროს რაც ხდება და რაც მოდის, ყველაფერი არის სტრესის განთავისუფლების პროცესი და მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ყველაფერი არის ფიზიკურად დამუშავება, ფიზიკური სხეულის, რომელიც გულისხმობთ სტრესია, ეს ფიზიკურ დონეზე და მიმდინარეობს ფიზიკურად ამის დამუშავება და ეს აღიქმება გონების მიერ როგორც ფიქრად, ეს პროცესი და გვაქვს მოგდის ფიქრები. ამიტომ მედიტაციის დროს ჩვენ არავისთან კავშირზე არ გავდივართ, არანაირ კითხვებზე პასუხს არ ვიღებთ, არაფერი იქ ხიოსნებული საუბრები და რაღაცა იდეები და რაღაცები, განათებები არ ხდება, ეგ ყველაფერი არის ფანტაზია და საკმაოდ საშიში ფანტაზია, იმიტომ რომ თუ ეს ადამიანმა არ იცის და არ ითვალისწინებს და ამას აყვა, ხო, არ მე უკვე რაღაცა გვირაბში გავედი ის დავინახე, ყველაფერი რაც არ უნდა დაინახო, სად დაინახო, ხო მაინც შენ ტვინში დაინახე, ხო მაინც შენ ტვინში ხდება, მაინც ილუზია, მაინც ფორმა არის რა. ამიტომ შენ ეგრე კი შენმა ტვინმა ეგრე გადმოგცა, მაგრამ სო ეგეც ფიქრი იყო ჩაიარა, სო მორჩა არანაირი აზრი მას არ აქვს. და არავითარ შემთხვევაში ურჩევ ყველა, ეხლა ვინცაც ტვინია გავლილი ყველა მიცის, მაგრამ ყველას ურჩევ აბსოლუტურად, რომ ვინც რა ნებისმიერ ტექნიკას რასაც არ უნდა აკეთებდა და რამე თუ დაინახეთ მედიტაციის დროს დაივიწყეთ და ეგრე ცხოვრებაში არასდროს არ მოიქცეთ, იმიტომ რომ ეგ არის არასწორი და მაქედან იწყება ფანატიზმი და მე თუ ეგ იმიტომ უნდა ისწავლოს ადამიანმა მედიტაცია სწორად მასწავლებლად. როცა მე მარტო ცდილობენ YouTube-ით სწავლობენ ისე კითხვები უჩნდებათ, მე არ იციან როგორ ანაირად მოიქცეთ, მე რთულდება უფრო და მედიტაცია კი არ ცუდად კი არ მოქმედებს შენზე. შენ იყენებ არასწორად მედიტაციას და ამიტომ სწორად უნდა გამოიყენო ყველაფერს თავისი. ხო და რა მდგომარეობა უნდა იყოს, რა გამოცდილება უნდა იყოს. სრული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ფიქრების მდგომარეობა, არაფერს არ ხედავ ამ დროს. მე რაც არ უნდა გითხრა ეხლა, რომ გადმოგცა. არა, ერთია რომ გაგება არ გაგება სხვა არის, შენი გამოცდილება უნდა იყოს მეორე. მაინც ფორმაში იქნება, მაგრამ მაინც ვეცდები რომ მოვათავსო რა რაღაცნაირად. ეს არის განცდა, რომ არც არაფერი არ ახარ, მაგრამ იმავდროულად საერთოდ ყველაფერი შენ ხარ. ანუ მე ვარ განცდა. მე ვარ განცდა, რომელიც მაგალითად მამარდაშვილი, რომელიც ხსნის, ყოფიერება ხარ და სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ხარ, ეგ მარტო ეგ რო ხარ, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, იყო ნეტარი, საერთოდ არაფერი არ გჭირდება. იმიტომ რომ დანარჩენი მე ყველაფერი არის ფორმა. მაგრამ იმას კი არ ნიშნავს, რომ მაგ ხარ მდგომარეობაში უნდა გაჩერდე. ჯერ ეს ერთი ვინ გაგაჩერებს, იმიტომ რომ სტრესები გაქვს და ეგრევე იკარგება ეგ მდგომარეობა. მაგრამ მთელი ყველაფრის მუღამი, მთელი სულიერი სწავლებების მუღამი, ყველაფრის არის მატერიაში უკეთესად ცხოვრება. და ეს არ არის რაღაც არასწორი გავრცელება არის, უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ. მედიტაციების არასწორმა გაგებამ საუკუნეების განმავლობაში ხალხი მიიყვანა გააზრებამდე და რატომღაც საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი, რომ მედიტაცია არის სადღაც გაქცევა, მედიტაცია არის ტყეში დაждომა, მედიტაცია არის გამოქვაბული და რაღაც ეგ არ არის. მედიტაცია, ტრანსცენდენტული მედიტაცია კონკრეტულად, ტრანსცენდენტულზე ვსაუბრობ დანარჩენების რო არ შევეხო. ტრანსცენდენტული მედიტაცია არის იდეალური საშუალება თუ როგორ მოახერხო რომ უკეთესი ცხოვრების ხარისხით იცხოვრო. იმიტომ რომ უკეთესი ცხოვრების ხარისხი შევთანხმდით, რომ სიმშვიდე ჭირდება, ენერგია ჭირდება, მინიმუმ ემოციური ინტელექტი ხო ჭირდება, რომ ემოციებს არ აყვე, ხო? შენი ინტელექტი ახმახს ხო ჭირდება. ანუ ყველაფერი ეს რაც თქვით, ეხლა რაც ჩამოთვალეთ, გაძლევს მედიტაცია. ანუ გამოდის, რომ ავტომატურად შენ გაძლევს უკეთესი ცხოვრების ხარისხს, უნდა გაინძრე
ცხოვრებაში, იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროს თავისი წესები აქვს და მატერიალურ სამყაროში სულიერი წესებით ვერ იცხოვრებ. აქ მატერია სჭირდება, მოქმედება გჭირდება. მაგრამ ეს შენი მოქმედება უნდა იყოს სულიერი და არა დესტრუქციული. ხო ხვდები, აი რასაც ქრისტე გვასწავლიდა, რა ჩვენი რელიგია რასაც გვასწავლებს. ჩემი ნება უნდა მოდიოდეს სულიდან. სულიდან და ეს მატერიაში უნდა იყოს ის უკვე უნდა იყოს ჩამოტანილი და დამატერიალიზებული. ის კი არა რომ ქრისტემ თქვა და დაგვარიგა და კაია, ოკეი, მაგრამ მაინც ერთმანეთს დავსდოთ ტაბურეტკებით. ხო. სხვა ლაპარაკობ და სხვას ვაკეთებ. დიდი აცდენა არის. აი ამათ შორის. აი ხა თან ისეთი დროც მოდის და თან მედიტაციები მაგაში გვეხმარება რომ ის მატერიაში გადმოვიტანოთ და გადმოტანას მოქმედება ჭირდება. მოქმედებას კიდე გაცნობიერება ჭირდება და ცნობიერება ბოლო-ბოლო რაც უფრო მეტი სინათლე გაქვს, უფრო მეტ რაღაცას აღიქვავ და უფრო მეტი შანსია რომ უფრო სწორად იაზროვნო. კი ბატონო, რა მაინტერესებს აი ეს ტრანსცენდენტური მედიტაცია ხა რომ დაახლოებით ახსნით კი არა უფრო რა ვაიბებიც მომივიდა ხა რომ აი შენს თვალებში ანუ რაღაც ხო მოდის განცდა ანუ თითქოს იქ გადადიხარ რაღაც მომენტში მოდის ინფორმაცია არა სიტყვიერი რომ აი რას გულისხმობ შეიძლება რომ საერთოდ მაგ მედიტაციის ტექნიკის გარეშე ჩავარდე თვითონ ადამიანი მაგ მდგომარეობაში იმიტომ რომ მე მაგალითად აი ხა რომ ვიხსენებ არ შეიძლება ჩემი ილუზია მქონია თითქოს ეგეთი გამს აი უცებ რომ აი გაშტერდები ეგ არის მაგრამ არა მარტო გაშტერებით შეიძლება უცბად ეგრე მოხდეს მაგ მდგომარეობაში ჩვენ ყოველდღე ვარდებით როდესაც ვიძინებთ ვიღვიძებთ რამდენჯერად ჩვენი ცნობიერების მდგომარეობა იცვლება ყოველთვის ხდება ეს ტრანსცენდენტული ცნობიერებიდან იმიტომ რომ ტრანსცენდენტული ცნობიერება არის საბაზისო ცნობიერების მდგომარეობა რომელიც გვერდისავლით უბრალოდ ვერაფერი ვერ მოხდება ანუ ჩვენ ისედაც გვაქვს ეს გამოცდილება ისედაც ყველა მიცი ზუსტად რა არის აი რა ვიცი ვისაც აქვს ნასწავლი ეგრე ლაშეს ნასწავლი აქვს თვალებს გაახელდა ზუსტად ეცოდინებოდა რა იყო იმიტომ რომ უკვე ქონდა მაგასთან შეხება შეიძლება უცბად ადამიანმა ვერ გაიხსენოს მაგალითად როდის იყო სად ზოგი ამბობს აი ბავშვობის შეგრძნებას მახსენებს ზოგი ამბობს აი სახში დაბრუნების განცდა მაქვს ზოგი ამბობს აი რაღაცა ძილს გავს აი ჩაძინებას გავს სიმშვიდეს ყველა თავისებურად ხსნის მაგრამ არ არსებობს ადამიანი რო ეგ არ განცდის ვერ თვები იმიტომ რომ აი ხა რა მომივიდა ისი ასოციაცია რომ აი შეიძლება რაღაც ხელოვნების ნიმუშს რაღაც აი ძალიან რაც შენ სულთან რეზონირებს აი იმის ყურებისას იქ მოხდეს ეს ტრანსცენდირება შესაძლებელია ხუთი საშუალებით აბა რა ხუთი შეგრძნების ორგანოთი შეიძლება შეხებით რომელსაც აინშტაინი აკეთებდა და აღწერილი აქვს როგორ აკეთებდა შეიძლება ეხლა რაც თქვი ვიზუალით შეიძლება მუსიკის მოსმენით ან თუნდაც კარგი სუნის ანუ ჩემი სხეული მეხმარება შენი ხუთი შეგრძნების ორგანო არის ის კანალი რომლითაც შენ შეგიძლია ტრანსცენდირება მაგალითად აინშტაინი რას აკეთებდა ავსებდა აბაზანას ცხელი წყლით რაღაცნაირად ახერხებდა რომ ვაკუუმი შეევსო შეექმნა უბრალოდ ჩაწვებდა ამ ცხელ წყალში ტანს ფარავდა ეს კისრამდე და ნათქვამი აქვს რომ იმ მდგომარეობაშიო ყველაზე კარგი გაცნობიერებები მომდიოდაო და რატო რას აკეთებდა ანუ თიშავდა შეგრძნების ორგანოს აი რაღაცა პერიოდი წყალში ხელი ჩაყო და არ გამოძრავს ვეღარ გრძნობ ცხელია ცივია საერთოდ ითიშება საერთოდ ვეღარ გრძნობ და აი ამით ანუ სხეულის აღქმის აი ამ ორგანოს გათიშვით აი ამით ახერხებდა ტრანსცენდირებას და კარგათაც გამოსდიოდა მაგრამ ეხლა ძალიან რთულია წარმოიდგინო რომ აინშტაინი უნდა იყოს ჯერ გამოიგონო ეგეთ რაღაც მაგაზე მე ადგეც ხელი წყლები აავსო მოკლედ ცოტა შრომატევადი იგივე შეგიძლია გააკეთო სურათის ყურებით ან ბავშვობაში ეს კოლეიდოსკოპს ვეძახდით თუ რა არ მაქვს აი რო ატრიალდა ხო ყველას მოგწონა და ეხლა გვახსოვს ეხლა რო დაფიქრდე გაგახსენდება ის ემოცია რაც იმის დანახვამ მასლა რატო იმიტომ რომ იმ დროს ეს რო დიდხანს რო ატრიალო ტრანსცენდირდები იმიტომ რომ აი აღქმით ხედველობით ხდება ტრანსცენდირება. იგივე სმენით. რატომ მოგწონს მუსიკა, რატომ მოგწონს პოეზია, რატომ მოგწონს აი კავშირზე გადიხარ ანუ. ხო, ოპერა ეს მაღალ ვიბრაციული. რატოა ეს ისე? იმიტომ რომ აი ყურიდან ხდება ეს. ტრანსცენდენტული მედიტაციაც არის სმენითი ხარხი, კანალი ტრანსცენდირების, ოღონდ ბევრად უფრო მარტივი. იმიტომ რომ გარედან როცა რაღაცას უსმენ, მაინც ყური როგორც გარე ორგანო და ტვირის უსუბანი, რომელიც სმენაზეა, პასუხისმგებელი აქტიური რჩება. გააქტიურებულია, რაც ხელს უშლის ტრანსცენდირებას, ხო. და როცა შენ შინაგანად იმეორებ ხმას, რაც არის სპეციალური მანტრები, რომელიც აი სწავლების დროს ეძლევა სპეციალურად ერჩევა და ეს მანტრა სპეციალურად ყველას თავისი აქვს. აი ამ მანტრის საშუალებით შენ შიდა არხს იყენებ ესე რომ ვთქვა და ყველაზე მარტივად ხდება ტრანსცენდირება. აი სულ 10-15 წამი აი არაფერი არ გჭირდება საერთოდ. ეგ იმეორებ და წკაპეგრებ, რაც უფრო ნაკლებად შეუშლი ხელს, მით უფრო მარტივად ხდება. ტრანსცენდენტული მედიტაცია არის ძალიან მარტივი.
მაგრამ იგივე ტექნიკის, ანუ იგივე მდგომარეობაში მიღწევა სხვადასხვა ტექნიკებითაც შეიძლება, უფრო რთული ტექნიკებითაც შეიძლება, უფრო მეტი წვალებითაც შეიძლება აინშტაინის მებრძოლ, შეიძლება ნახაც უყურო, შეიძლება ჰოლოცკოპში გაიხედო, რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ ის გაითვალისწინე ყოველთვის, რომ სამყაროში არსებობს კანონი, რომელსაც ვერ აცდები. რომ სამყარო ყოველთვის ვითარდება ისეთი მიმართულებით, სადაც ნაკლები ენერგიის დანახარჯით იღებს მაქსიმალურ ეფექტს. რატო უნდა იწვალო რაღაცა ტექნიკით ან რაღაცით? ხო, როცა შეგვიძლია უფრო მეტი დახარჯო და ავტომატურად უფრო ცოტას მიიღებ, იმიტომ რომ შენზე კი არ არის დამოკიდებული, ამ სამყაროს წესი არის ეგეთი პრობლემა. რა მაინტერესებს, რამდენად გაქვთ ნაწილი შესწავლილი და ალბათ ამ დავასრულოთ, რა ხომ არ ხდება თუ არა ფიზიოლოგიური ცვლილებები ჰორმონალურ დონეზე ან არ ვიცი, ჰორმონალურ დონეზე თუ ხდება, მე იქ ხდება, ხო? და რამდენად მზად უნდა იყოს ამისთვის ნერვული სისტემა? საერთოდ არ არის მზაობა, არ ჭირდება პირიქით. ნერვული სისტემა რაც უფრო დასტრესილია, მით უფრო ცოდოა და უფრო მალე ჭირდება შველა. იმიტომ რომ მაგაზე არ დამოკიდებული არის ეს ტრანსცენდენტი. ხო, რაღაცა სპეციალური მზაობა არის. აი სულ მაგას ვიძახი ყველგან გადაცემაში, ყველგან აბსოლუტურად არ არის საჭირო რომ მაინც და მაინც რაღაცა უბედურება შეგემთხვას და მე დაიწყო რაღაცა რომ შენ თავს მიხედო. ბიზნესმენი ხარ, მეტი ენერგია გჭირდება, მეტი იდეები გჭირდება, მეტი სიმშვიდე გჭირდება, თუნდაც მოლაპარაკების დროს ოკეია, გამოგადგება. ხატვარი ხარ, გჭირდება უფრო მეტი კრეატიულობა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რაც თქვით, ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე უბრალოდ არ გითქვამს, რომ ერთადერთი მედიტაციური ტექნიკაა, რომელზეც არის უამრავი მეცნიერული კვლევა ჩატარებული, აი დევს მეცნიერული საბუთები თუ როგორ მოქმედებს ჩვენ გონებაზე, ჩვენ სხეულზე და ჩვენ სოციალურ ურთიერთობებზე. ყველაფერი, ყველა მიმართულება აი ექსპერიმენტებით არის დადასტურებული. და გვეუნებიან ესე რომ ჩანს ექსპერიმენტის დროს რომ ჩვენი ტვინი ბევრად უფრო აგზნებულია და ბევრად უფრო დატვირთულია ვიდრე სიფხიზლის მდგომარეობაში. ანუ ბევრად უფრო მეტი უბანი არის ჩართული ვიდრე სიფხიზლის მდგომარეობაში. ტრანსცენდენტული მედიტაციის დროს, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი გადადის ალფა ტალღაზე. ალფა ტალღა არის ყველაზე კოჰერენტული ტალღა ჩვენი გონებისთვის, რა დროსაც იწყება ისეთი უბნების დაკავშირება ერთმანეთთან, რასაც მანამდე არ ქონია კავშირი. და შესაბამისად იზრდება პროდუქტიულობა. ალფა ტალღასთან არის დაკავშირებული ყველად გენიალური გამოგონება. წენა ბოლო აინშტაინზეც რო ვსაუბრობთ, ეგ ცდილობდა რომ ხელოვნურად შეექმნა ეგ და იმიტომაც იძახდა რომ ყველაზე კაი აზრები მათ მომდიოდა. ზოგი მაგალითად ამ ალფა ტალღას ეძახის მუზებს და ზის და ელოდება მუზებს, როდის დაწერს ლექს ან როდის დახატავს, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცდა რომ ეს არის პროცესი, როდესაც აი მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ისეთ ძლიერ კავშირში არის ერთმანეთთან, რომ ცვლის ძალიან დიდ ინფორმაციულ ნაკადად იცვლება, ძალიან დიდი და შესაბამისად პროდუქტიულობა იზრდება გონების. ჰორმონალური ბალანსი ეს ტვინში ხდება, რაც ხდება. ჰორმონალურს რაც შეეხება, მაგასაც ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული და არანაირი კვლევა და მტკიცებულება არ მჭირდება, მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, მე მქონდა ფიზიკური დაავადება აი ჰორმონალური ფარისებრის და თელი ცხოვრება უნდა მესვა წამალი და თელი ცხოვრება უნდა მემკურნალა. და საკმაოდ ისეთი დარღვევა იყო და მედიტაციის დაწყებიდან 3 თვეში წამალი უბრალოდ აი წეგან რო ახსენე აი რომ რაღაც იგრძენი და აღარ გინდა და აი ესე იგრძენი და აღარ დავლე და მე რომ მივედი და გადავამოწმე და რა თქმა უნდა ვაგრძელებ ყოველ წელს მივდივარ ხანდახან წელიწადში 2-ჯერ, იმიტომ რომ და ჩადგა ნორმაში. ხო, უნდა აკონტროლო, ხო, იმიტომ რომ ლოგიკური აზროვნება არავის არ წაურთმევია და ფანატიზმამდე ერთი ნაბიჯია ყოველთვის. ყოველთვის არის ნორმაში. ბოლოს რომ მივედი ხო ჩემ ექიმთან ბოლოს მკითხა რომ რას აკეთებ მეც მასწავლეო. ნუ ასწავლე მედიტაცია ხო, იმიტომ რომ ხო ოჯახის ექიმზე არის საუბარი, ხო, იმიტომ რომ ხედავდა რა, რომ აშკარად და აი რა გააკეთეო, არის რითი იმკურნალეო და უთხარი. იმიტომ რომ აი ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში, იმიტომ არის ბევრი ტესტი ჩატარებული და ეს სამეცნიერო კვლევები იმიტომ დევს, რომ ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში ჩვენ სხეულს აქვს უნარი, რომ განიკურნოს საკუთარი თავი. ესეც არ არის სასწაული. ხელი გაგეჭრება და შენ ხო არ ჯდები და არ ეუნები ლეიკოციტებს რა გააკეთე. რეგენერაცია. ყველა ცხოველს აქვს, მათ შორის ადამიანებს. სხვა ცხოველებს შეიძლება ჩვენზე მეტად აქვთ განვითარებული. მაგრამ ადამიანებს საკმარისად გვაქვს ისე, რომ ჩვენ სხეულს აქვს უნარი, რომ განიკურნოს თავისი თავი. ეხა იმას არ ნიშნავს, რომ თუ რამე კურნალობის კურსს გავდივართ, რომ ეს ექიმებს მივაყაროთ ეს წარმოები და არ ხო. თუ ვიწყებთ TM-ს, ძალიან ეფექტურია და არსებობს ესეთი მაგალითად ამერიკის გულის ასოციაცია არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ნუ ამერიკის განსაკუთრებით, სადაც
მხოლოდ ტრანსცენდენტულ მედიტაციას უწევენ რეკომენდაციას და აძლევენ უპირატესობას სხვა ტექნიკებთან შედარებით, იმიტომ რომ არის ერთის მხრივ ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევა ჩატარებული და მეორეს მხრივ არის დანერგილი პრაქტიკაში, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს იმის დროს, რა ქვია, რაღაც ორგანული დარღვევების, ფიზიკური დაავადებების დროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო და ბევრ ქვეყანაში შესულია საჯარისო ფორმირებებში, განსაკუთრებით იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ მონაწილეობა მიღებული, იდეალურად მუშაობს, ციხეებში, საავადმყოფოებში, მოკლედ ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს ამ განსაკუთრებით, რომ კარგი შედეგები სკოლებში, ხო, იმიტომ რომ ხო ფიზიკურად. კარგი, მეც ვწდი მაშინ მოვა. ეს იყო დასკვნა. რადგან ასია, მეც უნდა ვცადო. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, სამომავლოდ კიდევ გავაგრძელებთ ამ თემას და სხვადასხვა შტრიხებით და რაღაცა ქვედადინებებს გავშლით, იმიტომ რომ ეს არის ამოუწურავი თემა. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ჩემთვის. რაღაცა ახალი სივრცეა და რაც უფრო ახალია, მით უფრო მიმზიდველია. და მე მგონია რომ ჩემი მაყურებლისთვისაც ზუსტად ესეა. დიდი მადლობა. თვალი რომ ადევნოთ ჩემს პოდკასტს და იხილოთ ხოლმე სრული ეპიზოდები, გამოიწერეთ YouTube-ზე ირინა ტორონჯაძე, ჩემი არხი და ჩვენ შევხვდებით უკვე შემდეგ სტუმართან ერთად. მადლობა და ნახვამდის.